დღეს არის შაბათი 4 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 21 ივნისი 2026 წელი. დღევანდელი შაბათის შესახებ გვისაუბრია, ეს არის ძირითადად 72 საუბარი და კიდევ დღეს არის მაქსიმე ბერძენის ხსენება 272 საუბარი. ამათ შესახებ გვისაუბრია, ოღონდ ახალი გარემოება გვაქვს, ესე იგი ჩვენ გვაქვს წმინდა იულიუს ხუცესის და ივლიანე დიაკონის ახალი ხატი. მათი წმინდა ნაწილებით. აი, უნდა გაჩვენოთ ესა. აი როგორებია. ნუ 100 ეკლესია ააშენეს, ძმები იყვნენ ესენი და ეს არის სან-ჯულიო კუნძული, სადაც ბოლომე 100 ეკლესია ააშენეს. და მისაუბრია მათ შესახებ 72 საუბარი, ამიტომ უბრალოდ ეს ხატი გაჩვენეთ და მე გადავალ აი ვინც არ ვისაუბრია ემათ შესახებ, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ. რამდენიმე სიტყვა კი არა, ძალიან სერიოზული საუბარი გველოდება წინ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ფურცელი საქართველოს ისტორიაში და საკმაოდ ძიმე ამბები უნდა მოგიყვეთ. ეს არის წმინდანი მოწამენი საქართველოს მეფენი არჩილი და ლუარსაბი. არჩილი 754 წელს აღესრულა, ლუარსაბი 1622 წელს და საქართველოს ეკლესიამ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ანტონ პირველი იყო, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მანამდეც გონი იყო უკვე ეს აზრი, რომ მათი ხსენება ერთ დღეს დაეწესებინათ, ერთ დღეს და იმიტომ რომ ძალიან მსგავსი ისტორიები და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ მოღვაწეობას და პირველ რიგში არჩილ მეფის შესახებ მოგიყვებით და მინდა რომ ესე იგი პირველ წყარო რამდენადაც შესაძლებელია აქ ამ შემთხვევაში აქ არის ლეონტი მროველი არჩილ მეფის შემთხვევაში და რაც შეეხება ლუარსაბ მეფეს, აი რომ გადავალთ მე მოგიყვებით. ძალიან მოკლე მაინც მიმოხილვა არის ეს ფაქტიურად წყაროების შესახებ, მიმოხილვაც არ არის. ისეთი დიდი ტექსტია, მოკლედ წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ისეთი წინა დიდი ტექსტია, რომ აი ჯერჯერობით მოკლედ ამას მინდა რომ დავჯერდეთ, იმიტომ რომ სხვანა ეხლა მე მხედველობაში მაქვს ლუარსაბ მეფე. არჩილ მეფეს რაც შეეხება ლეონტი მროველს, რაც წერია, წაგიკითხავთ, თუმცა მანამდე პატარა შესავალი მინდა გავაკეთო, ეს არის ზაქარია ჭიჭინაძის ოსეთის ისტორია, ესეთ სახელმძღვანელო არსებობს და სახელმძღვანელო კი არა, წიგნია. და იქ უწერია მოკლე აღწერა, აი ამ წინაპირობა კი არა, აი ეს ამბავი, რაც უნდა მოგიყვეთ არჩილ მეფის შესახებ. ქართლს და ოსეთს მალე მოევლინა ახალი მტერი, მალე ნიშნავს აქ მურვანყრუს ისტორიაზე ლაპარაკი, მურვანყრუს პერიოდი, ეს არის მე-8 საუკუნე და მურვანყრუ, რაც მოიმოქმედა ნორედა სიტყვით ამასაც გეტყვით, მოკლედ მურვანყრუს ნათესავია ეს ჭიჭუმ ასიმი 50 წლის შემდეგ. მურვანყრუს აღსრულებიდან 50 წლის შემდეგ საშინლად მას ქნეს, რა ქვია, ეგვიპტეში რაღაცა დაიჭირეს იქა და მოკლედ საშინლად აღესრულა ეს მურვანყრუ და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა საქართველოს მტრების ესეთნაირი ცუდი აღსასრულის, ესე რომ ვთქვა, თუმცა ამით ჩვენ არაფერი ნუგეში არ გვაქვს. და ეს ჭიჭუმ ასიმი მურვანყრუს ნათესავი, ამ მურვანსაც არ ხმარობენ სხვა შორის სახელს, ყრუს ეძახიან პირდაპირ ამ მურვანყრუს. ამან მთელ არაბეთში გამოსცა ასეთი მანიფესტი, ამ ჭიჭუმ ასიმმა რა. მთელს არაბეთში გამოსცა ასეთი მანიფესტი, ვინც ჩვენთაგანი ქართლსა და ოსეთში მოკვდება, იგი ცხონებული იქნება. ჩვენ ოსები უთოთიოთ ქართველებს უნდა მოვაცილოთ ოსები. და
და მუჰამედს დაუკავშიროთ. ამ ხერხით შეკრიბა დიდი ჯარი და მოვიდა ქართლსა და ოსეთში და ომი დაიწყო ქართლში, მერე ოსეთსაც მიესია. ოსებმა ასიმს პირველად ხმა არ გასცეს, ოსეთის გზა თავისუფლად დაახვედრეს, ერთგულებაც გამოცხადეს, ამავ დროს ოსები იკრებდნენ საომარ ძალას, საომრად ოსთა დედაკაცობაც კი გროვდებოდა. მალე მთელი ოსეთი საომრად ავდგა. ერთ დღეს შაებდნენ ასიმს, უყვეს ბრძოლა და ისე დაამარცხეს, რომ იქ ვეღარ დარჩა და ქართლისაკენ გამოიქცა. ქართლში ამას მოემატა ახალი ჯარი, ამით განძლიერდა იგი, კვალად შეება არჩილს. დაამარცხა მალე რჯულის გამოსვლა და მამა პოპეული თვალმგალითის მიცემა მოსთხოვა. არჩილმა უარი უთხრა, ამიტომ ასიმმა ბრძოლა განაახლა, არჩილი ტყვეთ იპყრა და მერე იგი ქრისტესათვის აწამა კიდეც. რაც ოსებისთვისაც იყო მეტად მნიშვნელოვანი, ამიტომ ოსები მალე ქართლში გადმოვიდნენ, ქართველებთან შეებდნენ ასიმს, არჩილის ჯავრით სასტიკად დაამარცხეს, ერთად საქართველოდამაც დამარცხებული გააძევეს ეს ჭიჭუმასი. ეხლა მინდა მოგიყვეთ დეტალები, უпростоრეთ, აი როგორ აქ აღწერილი ლეონტი მროველს ძალიან საინტერესო ამბები აქვს. აი ზუსტად ის თუ როგორ მოხდა სინამდვილეში თვითონ მივიდა არჩილი ამ ჭიჭუმასიმთან და აი ნახავთ ახლა წაგიკითხა. დავით არ გარდახდეს ამაშინა, ანუ მურვან ყრუს ლაშქრობიდან იღებს ესეც ათვლის წერტილს, როდესაც დავით და კონსტანტინე აწამა, მურვანყრო არის სწორედ ის, ვინც დავით და კონსტანტინე აწამა, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, განვიდეს წელიწადნი 50-ნი. აი ამის შემდეგ 50 წელმა კვალად მოვიდა ჭიჭუმ ნათესავი მოხმადისი, მოაოხრა და შემოსნა ყოველი შენებული ქართლისაი და მიმართა შესვლად კახეთად. რაითამცა მოაოხრა და ყოვლითურთ უმკვიდრო ჰყავდა, იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა ყოვლისაირისა და არაშემძლებელი იყვნენ წინააღმდგომად, რამე თუ რაით განერყნა, ქვეყანა ესეყროსა, რაღაცა თუ გარდაუნა ჟამი მრავალი მშვიდობით, არღარავე მოგებული იყო კვალსავეთვისა. ესე იგი, ისე აოხრა მურვანყრომ თავის დროზე საქართველო, რომ კი იყო ეს 50 წელი მშვიდობის, მაგრამ ქვეყანა ვერ აღდგა ჯერ და ამიტომ ამ ჭიჭუმასიმის შემოსევას ქართველები არა აქვთ ეს ძალა, არა აქვთ, ვერ აღუდგენდა და ნახეთ ახლა რა ხდება. მაშინ წმინდავან არჩილ მეფე, მეფე თავარი, ესე იგი თავარი არის, ფაქტიურად მეფის ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ ესე პირდაპირ მეფე არ ქვია არჩილ მეფეს. მთავარი მაშინ წმინდავან არჩილ განიზრახა გულსა თვისა, სიმხნითა გულისა მისისაითა, რათა მივიდეს და ნახოს და ითხოვოს მისგან მშვიდობა ქვეყანისა და დაცვა შეურყოლად ეკლესიათა, რომ მივიდეს არჩილი და თხოვოს. ესე იგი, რა არის, ხა რისთვის მოდის, ხო, რომ რაღაცა უნდა ამ ჭიჭუმს და რა უნდა კითხოს და თხოვოს, რომ ეკლესიები არ დაანგრიოს და დაპატიჟებაი დატოვებისათვის ჯულისა. მინდობითა ღვთისაითა და კიდევ დაპატიჟებაი, ანუ არ მოთხოვოს ქართველებს ჯულის დატოვება. მინდობითა ღვთისაითა აღირჩია თავისათვის ისა სულისა დადებაი სახსრად ქრისტიანთა და აღდგა და მივიდა ჭიჭუმის თანა, რომელსაც ეწოდა ასიმ. მაშინ ვითარ ცნა მისვლა იმისი, მიეგება წინა სიხარულითა ეს ჭიჭუმი. და მოეკითხა დიდითა დიდებითა და დაჰყვეს დღე იგი ერთობით. და აქო სიკეთე მისი და შეუყვარდა სისრულე հասაკისა მისისა, ანუ წარმოსადეგი ეს სხვა ჩვენს ლუარსაბების შემთხვევაში წესია და ეს სპარსელი პატარები არიან ტანით, საერთოდ რა, იქ იმაშიც არის, შემდეგ ბიძინა ჩოლოყაშვილს ვაწამებენ, ვერ წვდებიან, რომ თავი მოკვეთონ და ფეხებში გადაჭრიან ჯერ და მერე ესე იგი აი რაღაც ესე და ეს დიდია, ლამაზია ტანი და მოეწონა სისრულე հասაკისა მისისა, ანუ სიმაღლე და უმეტესად ჩვენიერება პირისა მისისა, სახით იყო ძალიან სიმპათიური და ძალიან ლამაზი ეს არჩილ მეფე და შემდგომთვా დღეთა იწყო სიტყვა და ლიქნთა და აღუთქმინა ნიჩთა დიდთა და ატევებდა დატევებასა ქრისტე ჯულისასა და ცოტა ხანი იყო ესე და მერე დაუწყო შეუჩდა, რომ გინდა თუ არა ქრისტე ჯული უნდა ვერყო და მიქცევა ცარკინოსად, ხოლო მან წმინდამან არჩილ ყოვლადვე არათავსიდვა სიცბილი მისი, ანუ ცდუნება და მტკიცითა გონებითა მიუგდარქვა ესრეთ. ნუ იყოფინ თუმცა სიტყვათა შენ თავისმინე.
ანუცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი იგი არის ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმან ხსნისათვის ჩვენისა ხორცთა სიკვდილი თავს იტოვა. და უკეთო აი ქრისტემ ჩვენი გამოხსნისთვის ქრისტემ თავისი ცოცხლი გაწილა და ხა მე და ვისმინო და უკეთო ვისმინო შენი უწყოდე რათა მოვკვდე სულითა რომლითა ვიტანჯებოდე საუკუნოდ გარნა უკვე შენ მომკლა აღდგევით არცა ღმერთი ჩემი და მისთანაცა ვიდიდო აი ესეთი რამე უთხრა გასაგებია ხო ესე იგი მე ჯერ წამს ღმერთის რომელმაც სიკვდილი ჩვენთვის თავს იტოვა ანუ ჩვენი გულისთვის მოვკვდა აი ამ ეს არის ჩემი ღმერთი და მე თუ ესე იგი მას შევწირავ სიცოცხლეს მაშინ საუკუნო დიდებას მოვიყვა და შენ თუ მომკლა ამისთვის მაგრამ თუ არ ყოფ იმას მაშინ წარვიწყმინდავს სულს რა ხო და ამიტომ არ მიღირს ეს მაგრამ ესე ყოველი უსჯულოს ამას და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი დაუკვირდა ფრია და უბრძანა შეპყრობა იმისი და შეყენება ის აპრობლესა ციხეში ჩაასმენა და რათა ღონისძიებითა მოაქციოს იგი რამე თუ არასდა სიკვდილი მისი შიმშვენიერისათვის ხატისა მისა თან ენანება მოკლა რა იმიტომ ლამაზი კაცია რა ეხლა რა აბსურდულ რაღაცაზე ვლაპარაკობთ ხო და სიმაღლისათვის ასაკის ანუ მაღალი წარმოსადეგი და ძალიან ლამაზი საკი და ამ ეს უნდა მოკლას ამ ვიღაცა და ვითარ შეაყენეს საპრობელესა აკურთხებდა ღმერთსა და ითხოვდა მის მიერსა შეწევნასა რათა მოწყალებით ამისი და ღირსყოს მიმთხვევად მკვდარ ყოფად ნათელსა დაუსრულებასა ყოველთა თანაწმინდათა რომელთა ღვთისათვის სიკვდილითა უკტაებაი მოიგეს მაშინ უკვე წარმოსგა წინაშე ასე მისო მთავარი ერთი გარდაბნელი მიქცეული სარკინოზად რომლისა მამის ძმა მოეკლა წანართა და მკვლელნი მისგან განენენ შვიდობით პაპის არჩილისა ადარნასე მეფისა ესე იგი არჩილის მამის ძმა ბიძა მოუკლავს ამ ვიღაც სარკინოს გარდაბნელს და ასე შეუნება რომ შენ არ იცი ეს არჩილი ვინ არის ესე იგი რა შეუნება ნახეთ რომ არ დაგინანოს ამის მოკლა რა იმიტომ შენ არ იცი ეს არჩილი ვინ არის ესე არის ძე სტეფანოზისა მამის სახელს ეუბნება ნათლისავი დიდისა მეფისა ვახტანგისი რომელიც იყო ნათლისავისგან მირიანისა ძისა ქასრესა და ეს რა იყო მამისა თვისისა თანა რაჟამს იგი დაფლუიდეს საგანძურთა სამეფოთა ქართლისა და იგიც აიცის რომ ჰერაკლე მეფემან დაფლა საგანძურნი თვისი რამე თუ ერაკლეცა უჩვენებდა სადა იგი ფრიდეს შენ არ იცი ეს ამათი ამ სტეფანოზის შვილიაო და მამის ესე იგი დასაფლავებას ესე იგი მამამისმა დამარხა საკუთარი განძი ქართლის განძი ჩამარხა სადღაცა მიწაში და აქვეა მარხია კიდე ჰერაკლე ანუ ბიზანტიის იმპერატორზეა ლაპარაკი იმისი განძის და ამან ეს ყველაფერი იცის ამისი ადგილი სად არის ამ დაასმინა რა მოკლედ ეს მაგრამ ესე ყოველი ასის მოუწოდა ყველა დარჩოს გამოიყვანა ციხიდან და ყო ესეთ უწინ თვალ გახვენ ქნულკეთილობისა შენიცაცი ძალიან მომეწონა რომ გაგიცანი რა რამე თუ ფრიად ქნულკეთილ ხარ შენ ხოლო აც მითხრე შენთვის რამე თუ შვილნი ხარ დიდთა მეფეთა ხვასროანთა ანუ ვახტანგის შთამომავალი ხარ ხვასრო ესე იგი ნუ სპარსული წარმოშობა და არამედ უფროსად განზიდნე ჩინას ჩემს თვალში კიდე უფრო გაიზარდე უკვე თუ ისმინო ჩემი და იყო სამეფონი შენ და ესე იგი თუ შენ მე ხა დამიჯერებ ხელს არ ვახლებ შენ სამეფოს საერთოდ და საგანძურიცა მამათა შენთანი მიგანიჭე შენ აი შენი მამა შენის მიერ დაფლა აი საქართველოს განს შენ დაგიტოვებ რა ოღონდ პირველად მიჩვენე საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი მოიქეთ ჯულსა ჩემსაზე და იქმე სარკინოს და სპასალარ ყოშენ ქვეყანასაზე და ქართლისაზე სპასალარად საერთოდ საქართველოს სპასალარად დაგნიშნავ და იმ შენ განცას დაგიტოვებ სახელმწიფოს ხელს ვიყო ბერძნების განძი მინდა რომ ხელში ჩავიგდო ოღონდ კიდევ ეუბნება რომ უნდა გახდე სარკინოზე ანუ ესე იგი მუჰამედის ჯული უნდა მიიღო მაშინ მიუგო წმინდა არჩილდა რქვა ესეთ უწყოდე მტკიცეთ რამე თუ ცირე ვიყავ ასაკითა პატარა ვიყავიო მაშინ ოდეს იგი გამო ქვეყანა ესე ჰერაკლე მეფემან აი ჰერაკლე მეფე იყო საქართველოში
რო გაიარა, მაშინ პატარა ვიყავი. ხოლო მამამან ჩემან და ძმამან ჩემან დაასხნეს ყოველნი საგანძური ციხესამას, სადაც იგი შეიქცა ყრუ ამირაი. ესე იგი, ბურმანყრუსა და ჩევიდა, მამა ჩემა და ჩემა ძმამ იქ შეინახეს ეს საგანძური და აქვს იგი ბერძენთა და ეხლა ბერძნების ხელშია ეს. ხოლო მე არა ხოლო მე არა დაუტეო უფალი ჩემი და არცა გამყიდო უფალი ღმერთი ჩემი და არცა გამყიდო წარუვალი დიდება იგი მსწრაფ წარმავალი სამისთვის და არც ესე იგი ამ წარუვალი დიდებას არ გავცოლე აი ამ მიწერ ცხოვრებაში. ასიმ შენ უკვე იყავ დაცემასა მას აფხაზეთში ნასარკინოს წესა. ასე მეუნება. შენ ხო იყავი ეს აფხაზეთის ამბები რო იყო აფხაზეთის სარკინოზები რო აფხაზეთს დაეცნენ თავს. ხო დარჩილეუნა მე ვიყავ მაშინ რაჟამს დასნა იგი ღმერთმა. კი ვიყავი იქ, ოდესაც სარკინოზები ღმერთმა შემოსრა. და ეს დიალოგია რა, ლეონტი ბროლოს აქვს დიალოგი არჩილსა და ამ ასიმ შორის. რომელმა ღმერთმა დასნა სარკინოზნი, ეს ასიმი ეკითხება ეხლა. ღმერთმა ცხოველმა რამე თუ არ შემოქმედიცათა და ქვეყანისა და რომელი იგი მოვიდა ზეცით ქვეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცსა და სიკვდილითათვის დააღვადგინა და უკვდავება იმოგვანჯა მან უკვე დასცნა და დაამდაბნა იგინი. ეხლა ესე უნება თუ ეს ესეა მაშინ რომელსა უკვე ღმერთი მოკვდავი არის და სასოება ცხოვრებისა მოკვდავისა ამოს ესე იგი რომელ ღმერთზე მელაპარაკები, რომელიც მოკვდა თქვენთვის? ანუ მოკვდა ღმერთზე ალაპარაკი? მისიცა სიკვდილი და უბრძანა თავის ამ, ესე იგი, ვისაც ესე იგი რას ამსო? აი, თქვენ გჯერათ ღმერთის, რომელიც მოკვდა, ხო? მაგის არ გჯერა, ხო და შენც მოკვდი მაშინ რა, შენც მოკვდი და ბრძანა თავის მოკვეთა იმისი. დაახსრულება იწმინდის არჩილისა და არა ხრიდა სიკეთესა მისა, არცა შეიკდიმა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა, განიყვანეს გარე მტარვალთა მათ წმინდა მოწამე არჩილი და მოკვეთეს თავი მისი מחვილითა თვესა მარცა, ოცისამისთვისასა და შევედრა სული თვისი ხელთა შინა დამბადებელისა და 20 მარტს აღესრულა, ხო გითხართ, აი დღეს არის 21 ივნის ლუარსაბ მეფესთან ერთად მისი ხსენება. აღირჩია სიკვდილი იგი, უკვდავებისა მომატყვებელი, ანუ უკვდავების მომტანი, უკვდავება მოატყვევა, ანუ მოიპოვა. და შესწვალა მცირედის ესე მეფობა საწუთროისა, აი დროებითი მეფობა საწუთროს გასწვალა სიხარულად საუკუნოდ ღირს იქნა განწყობილსა შორის წმინდათასა და ახლანთა მოწამეთასა წარდგომა წინაშე ღვთისა და მათთანა გვირგვინოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმინდისა. აი მოკლეა ხო ძალიან, მაგრამ ნუ ესეთი ამბავია დამეშტა. ხო ვითარც აღესრულა წმინდა მოწამე არჩილ მივიდეს ღამეს ამას გოდერძიანი ტბელნი, ანუ ტბელები. ანუ ესე იგი და სხვანიცა აზრაუნი მამეანი. მოკლედ მისი თანხლები ეს ვინც ყავდა წაყვანილი თან ესენი მივიდნენ და მოიპარეს გვამი წმინდის მოწამის არჩილისა წარმოიღეს და შემურეს დიდითა პატივითა და დამარხეს ნოტოკრას, ანუ ნადოკრა ქვია დღეს ამ სოფელს, გაჩვენებთინ ტაძარს, თიანეთის მუნიციპალიტეტშია ერწოში და მის მიერ აღშენებულ საეკლესიასა, ხოლო ცოლმან მისმან, ანუ არჩილის ცოლმა მიუბოძა სოფლები მათ რომელთა მოიღეს გვამი წმინდა და ვინც ჩამოიტანა იმათ სოფლები აჩუქა ცოლმა და იპოვა ეს რაც მცირედ აღწერილი რომელიც ჟამთან შლილობით და ჯერისაებ ვერავის აღეწერა და აი რაც ეს ხა მე გიყვებით ეს ლეონტი ბროლი ამობს აი ეს არის ესე იგი აი ეს მცირედი რაც მოგრუდა მის შესახებ და არ არის აღწერილი უფრო დაწვრილებით ყველაფერი ხოლო წიგნი ესე ქართულთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისადმი აღიწერებოდა ჟამითი ჟამად ეს ქართლის ცხოვრებაზე ლაპარაკი თანდათანობით ხოლო ვახტანგ მეფისადმი ვიდრე აქამდე აღწერა ჯუანშენიანმა და ძმისწულის ქმარმან არჩილისამან ეს ჯუანშერი ძმისწული ანუ ძმისშვილის ქმარი არის
არჩილის და იმას აქვს აღწერილი ნათსამარევის ამან მირიანის ამან ამერიდან შემდგომთა მომავალთა ნაცავთა აღწერონ ვითარცა იხილონ წინამდებარე მან ჟამან უწყებად მოსცეს გონება სამაცა თივ გამძლობესა ესე იგი მომავალშიო ეს ქართლის ცხოვრებაზე ლაპარაკი ისევე უნდა დაიწეროს ეს და იმედია რომ ეს ჩვენი შთამომავლობა ამას გააკეთებს ეს არჩილის შვილები არის კიდე ნაწილი ჯუანშერი და იოანე და ასულნი 4 გურანდუხტ მარიამ მირანდუხტ და შუშანა და აი ეს არის ნადუკრაში არის ეს აი ეს არჩილის მონასტერი ესე ქვია აქ არის მისი წმინდა სხეული დღემდე ესე გახსნილიც არ არის სხვა შორის და დღემდე ესე არის დამარხული და მე გადავდივარ ახლა მეფე ლუარსაბის შესახებ უნდა მოგიყვეთ და აინდა გითხრათ რომ აი დიდი ტექსტია საკმაოდ დიდი ტექსტია და კარგია რომ დიდი ტექსტია უნდა მოვიფიქრებოთ ძალა მოთმინება და დავიწყებ ახლა მის თხრობას და მინდა გითხრათ რომ წინასწარ ესე იგი ეს არის ბერი ეგნატაშვილი ისტორიკოსი ახალი ქართლის ცხოვრებას ექვია წიგნს მე-18 საუკუნის მოღვაწეა და აი ეს ბერი ეგნატაშვილი აღწერს ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ აი სულ ახალი მომხდარი ამბებია ეს რა ну 100 წელიც არ არის ბოლომდე გასული ჯერ როცა იწერება ეს ამბები ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ну კიმენური ტექსტია ამ შემთხვევაში რასაც წერს და კიდევ რა მინდა გითხრათ ესე იგი რომ ну აქ ლუარსაბ მეფესთან იწყება პირდაპირ შეიძლება ითქვას ლუარსაბ მეფის ისტორია თევდორე მღვდლის ამბით თევდორე კოლთელის იმიტომ რომ პირველი ისტორია რომელიც ლუარსაბთან არის დაკავშირებული და 70-ე საუბარი კი არის ამ თევდორე კოლთელის შესახებ მაგრამ მოყოლილი მაქვს მაგრამ მოყოლილი მაქვს ძირითადად კი ნახსენები მაქვს ვეჭბერი ეგნატაშვილი მაგრამ ძირითადად გოგებაშვილის მიხედვით და ძალიან საინტერესო დეტალები აქვს კიდევ გოგებაშვილს გამოძებული ეხლა რაღაც მაინც ფიქრობ რომ წავიკითხოთ ფაქტობრივად თავარი წყარო ამ მთელი ამბების რაც შეეხება ამ ლუარსაბ მეფეს არის ბერი ეგნატაშვილი ძირითადი წყაროა რა ხო და ამიტომ ფიქრობ რომ ყველაფერი წავიკითხოთ და კიდევ ერთი გარემოება რაცაც მინდა ხაზი გაუსვა რომ წინასწარ მინდა გითხრათ რომ მე ბევრჯერ გამიგია სხვათა შორის ესეთი რამე რომ ისეთი ზიანი რომელიც საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის სახელმწიფომ მეაყენა რომ არავის არასოდეს მიუყენებია და მინდა გითხრათ რომ მეც ბევრი მილაპარაკია ამ ზიანზე რაც რუსეთის სახელმწიფომ მოაყენა საქართველოს რა თქმა უნდა და ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამას ყური არ უნდა ყურადღება არ უნდა მოუდუნოთ და თვალი არ უნდა დაუხუჭოთ ამას რა თქმა უნდა და მე ამას სულ ამბობ მაგრამ ერთი გარემოება აქ კიდევ არის ერთი რომ დღესაც ესეა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ვართ დაპყრობილები ანუ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს მითვისებული და ხო და ეს რა თქმა უნდა ეს ესეა მაგრამ არ შეიძლება არც სხვა გარემოებებზე თვალის დახუჭვა და ეხლა მე რო წავიკითხავ და მოგიყვებით აი სპარსეთის სახელმწიფო რაზიანი მიაყენა საქართველოს აი შაჰ-აბასზე განსაკუთრებით ლაპარაკი მინდა გითხრათ რომ ისტორიაში ძალიან მეორდება ეს ამბები რა ხო და ყაენი ესე უწოდებენ შაჰ-აბასს ყაენი ხო და ნუ ხანი ესე იგი სხვა ენებზე ესეა ყაენი არის ქართულად ხო და აი შაჰ-აბასის პიროვნებაზე არის აი ძალიან საინტერესო ამბები აი როგორი იყო და სხვათა შორის დიდი ნაწილი ამ ზიანის რაც შაჰ-აბასმა ჩვენ მოგვაყენა დიდი ნაწილი ამ ზიანის იყო არა ზოგადად სახელმწიფოებრივი ინტერესები რაც ისედაც გასაგებია ხო დღესაც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ბევრი ქვეყანა სხვათა შორის არა მარტო რუსეთი ცდილობს რომ თავისი ქვეყნის პოზიციები განამტკიცოს მაგრამ აქ
შაჰ-აბასის შემთხვევაში, ну ჩვენ ცოტა გვიან მე აი ბოლოსკენ ტექსტის ბოლოსკენ დავინახავთ ამას ძალიან კარგად. ჩანს ესე იგი ამისი პიროვნული ესე რომ ვთქვათ რა სიტყვა ვიხმარო, ნებები თუ ხუშტურები თუ რა ვიცი, აი პიროვნული არასრულყოფილება შაჰ-აბასის რა. ხო და აი შური და რა ვიცი, აი პერსონალური და აი ამაზე მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაქციოთ და მინდა გითხრათ რომ აი შეხედოთ ახლა აი რა ხდებოდა მაგ დროს. ну ძალიან გავს თანამედროვე ვითარებას, აი ძალიან განსაკუთრებით აი ამ ბოლო 70 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის მანამდეც იმ 200 წელს, როდესაც რუსეთის იმპერიის ქვეშ ვიყავით დაპყრობილები ფაქტიურად და მერე ამ 70 წელს და აი ამის შედეგები დღეს რასაც ვხედავთ ჩვენ ამ საბჭოთა იმპერიის ჯერ არ დაშლილა, ხო, დაშლილია, მაგრამ ну მისი შედეგები ძალაშია. ხო და ამიტომ ეს შაჰ-აბასის ისტორია, იცით როგორი ისტორიაა, რომ აი გული რო სისხლით გევსება ადამიანს ერთის ხრო, აი რა მოხდა და რა გააკეთეს. და მეორე ის რომ ესე იგი, აი იმას თუ გადაურჩით ჩვენ, იმას, მე ეს მithქვამს ეს სიტყვები სხვათა შორის. და იგივე ეს აღამ ახმად-ხანი აი ხა მარავდის ბოლოზე, ну ჩვენ არ გვექნება საუბარი, მაგრამ ეს ამბავია და ეს ერთი რომ იმას თუ გადაურჩით იმედია რომ გადაშენება არ გვიწერია, ну ეს ქართული ცნობიერებაა ესეთი. და მეორე რაც მინდა გითხრათ, არის რომ იცით მე სულ მაწუხებდა ეს ამბავი და დღემდე მაწუხებს რომ კარგად ვერ ხვდები რომ აი როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის ეპოქას მერე მოყვა თამარის ეპოქა და ესეთ დიდების წვერვალზე იყო ჩვენი ქვეყანა ოქროს ხანაა, ხო ის ჩვენი და აი რა უნდა დაგემართოს ადამიანს ისეთი რომ ამას მოყვეს მერე აი ეს საშინელი ისტორია რომელიც თამარის საქართველოს მეფეს შემდეგ საქართველოს განიცა და აი ესეთი დაცემა. ხო და აი აქაც ზუსტად ესე მინდა გითხრათ რა. ეხა აი ვარსავის შემთხვევაშიც კი აი აქ ესე იგი თითქოს აი ეს პირველი ბრძოლა რომელსაც ემსხვერპლა ეს თევდორე ყველთელი ამითი იწყება ფაქტიურად. ну სხვა რამით იწყება, მაგრამ ну ცხოვრება იწყება ამითი პატარაა ჯერ ვარსავი და მიუხედავად ამისა ჭაბუკია სულ და მიუხედავად ამისა, ну რაღაცა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს ქართველებმა ამას ახლა ვისაუბრებთ და აი ამის შემდეგ როგორ შეიძლება აი ამ პირად ამბიციებზე აი ესე იგი გაცვალო ქვეყნის ბედიღბალი რა. მე არ ვიცი. თუმცა რა არ ვიცი დღესაც ესეა ზუსტად რა. დღესაც ესეა, ეხა დეტალებს აღარ ჩავეძიები, მაგრამ როგორ ჩანს ეს რაღაცა ჩვენს ეროვნულ, არა მარტო ჩვენს ალბათ, მაგრამ ჩვენს ეროვნულ ხასიათში არის ეს რაღაცა. არ ვიცი, ამპარტავნება შური რაღაც ესე იგი მოკლედ ძალიან მძიმე ამბებზე ვიწყებთ საუბარს ერთი წუთით. ესე იგი ლუარსაბის მამის გარდაცვალებით იწყება, ну ეს მონაკვეთი, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ბერი ეგნატაშვილი და წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ამ ამბებზე თევდორე ყველთელის ამბავს ვეღოთ ეს ნახსენებიც მაქვს. რაღაც არაჩვეულებრივი მოთხრობა არსებობს, ну ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის ეს არის ჯემალ ქარჩხაძე, რაჰატ ლუხუმი. აუცილებლად ეს მოთხრობა უნდა წაიკითხოთ. აი აუცილებლად რაღაცა გადასარევია და შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა კლასიკური მაგალითი არის პოსტმოდერნის, როდესაც გიყვება ადამიანი ამბავს და უცებ მე ხვდები რა ამბავს გიყვება და ეს რაღაც აუცილებლად სხვანაირად დანახული ეს ისტორია, სხვისი თვალით დანახული, მოკლედ აი თევდორე კოლთელის ისტორია და აუცილებლად. მე კი ვიწყებ ესე იგი ახლა აჟამსა მოკვდა მეფე გიორგი და დაჯდა მისწილად ძეი მისი ლუარსაბ პატარა.
და ამას ჟამსა შინა იყო ქართული ფრიად გლახაკი და სახმართაგან უღონო, ანუ გაღატაკებული იყო. ლაშქრობისა და ოხრებისაგან პირველად იავარქმნილი იყო ურუმთაგან. თურქულენოვანი ბერძნები არიან ურუმები. და უпроსად შიმეონ მეფე რომ ურუმთ ტყვეს, მაშინ გამოიღეს სახსარი მრავალი და არღარა დაზოგეს რა ქართველთა თავისი ბატონის მეფის გამოხსნისათვის. ამაში მეტად გლახაკ და უპოვარი იყო ქართველი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი. კახეთი, ქართლი გაღატაკებული. როდეს მოკვდა გიორგი მეფე, დარჩა 2 ასული შვენიერი და სატრფიალო, აი ძალიან მიმზიდველი გარეგნობის, სახელი ერთისა იყო ხორაშა და მეორისა თინათინ და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბი, მაშინ თხოვა ყაენმან შაჰაბას დაითვისი ცოლა და მისა დაითვისი თინათინ და ესვა ცოლად შაჰაბას. ესე იგი და უფროსი დები ყავს 2 ხორაშანი და თინათინი და მოკლედ ეს თინათინი თხოვა შაჰაბასმა თხოვა ცოლად რა წარმოიდგინეთ. ხო და ეს თხოვა ცოლად მოკლედ აი ხა თანდათანობით გამოიკვეთება შაჰაბასის პოზიცია, როლი, აი ამ ისტორიული, ანუ ყაენს ვერ ეუნები უარს ვერაფერზე რა, იგივეა ხა დღეს რომ აი რუსეთის პრეზიდენტმა ვიღაცა მოითხოვოს ცოლად და ნუ დღეს მაინც 21 საუკუნეა, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, რასაც უნდა იმას აკეთებს, ხო ესე არ არის. რასაც უნდა იმას გააკეთებს, ამიტომ ესე იგი ეს ქართველები ცდილობენ რომ ამ ყაენთან, ანუ შაჰაბასთან კონდეთ კარგი ურთიერთობა და ეს პატარა ლუარსაბსაც ძალიან კარგად ესმის და მისცა თავის და გააყოლა ცოლად. ეს მე ნახავთ როგორ რა როლს ითამაშებს. მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და თეიმურაზ მეფე იყო კახეთის მეფე. და ითხოვა ქალი გურიელისა და იქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად გამოჩვენებით. ეს გურიელის ქალი, მამია გურიელი თავადი იყო სამეგრელოსი და იმის ქალი ითხოვა და ეს ქალი არის ლაპარაკი, ესე იგი, ნუ მოკლედ მოგიყვებით ახლა ყველაფერს. ითხოვა ქალი გურიელისა და იქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად გამოჩვენებით. ხანსა რაოდენსამ უკან მიეცა 2 ძე ალექსანდრე და ლევან. ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონისა თეიმურაზისა ასული გურიელისა და იყო მწუხარებაი და გლოვაი დიდი ბატონმა თეიმურაზა სრულად გახდა იყვნენ დიდსაუროსა შინა. ძალიან უყვარდა ეს ქალი, თავისი ცოლი თეიმურაზ და ნუ აი რაღაცა შინელ მწუხარებაში იყო ჩავარდნილი რა და ამ დროს მაშინ მიესმეს საქმე შაჰაბას და გლოვა და მწუხარეთიდან შორიდან ვიწყებ მაინც მოთხრობას, შორიდან ლუარსაბზე გიყვებით, მაგრამ ეს ამბები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თლიანობაში გავიაზროთ აი ლუარსაბის მოწამეობრივი აღსასრულის წინაპირობები და მნიშვნელობა. ამიტომ წავიკითხოთ ეს ყველაფერი. მოკლედ შაჰაბასმა გაიგო ამ კახბატონის მწუხარება თეიმურაზის და ესეთი შეუთვალა კაცი გაუგზავნა. მესმა შენი მაგვარი მწუხარებაი და შეჭირებაი და წარმოვედი ჩემთა და მნახე და განიხარე და მოგცემ წყალობასა და საბუძვარსა მრავალსა. ჩამოდი ჩემთან და მე მოგეხმარები ამ მწუხარების გადალახვაში. ჩამოდი. წავიდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანამ და დაახვდა ყაენი დიდად კარგა და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. მოკლედ ეს შაჰაბასი ესე იგი რუიძახენ საშინლად ცბიერი ადამიანი იყო, ეხა ეს მისი ხასიათის ცბიერება გამოიკვეთება თანდათანობით. მოკლედ დაიბარა ეს თეიმურაზი, გადაყვა თან და დიდად კარგა და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ხინობდნენ და შეექცეოდნენ. შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიხმო ბატონი თეიმურაზ საიდმულ და უთხრა ყაენმა ესრეთ. აი ეს მაგისიც ფერე მერე გამოვლინდება. ეხლა რა შეუნება ნახეთ. მეფესა ლუარსაბს თხოვე დაიმისი ხორაშან და შეირთე ცოლად, რამე თუ იქმნები ქვისლი ჩემი და მოყარე ლუარსაბისა და არღარა იქნება ქვეყანასა თქვენსა და იმას შუა ტერობაი და შური. ესე იგი აი შენ ქართლის მეფე ხო ხარ, ქართლის მეფე ხო არის ეს ლუარსაბი, შენ კახეთის და მე ესე იგი მყავს ლუარსაბის ცოლი,
მე ლუარსაბის დაცოლა თინათინი და შენ თხოვე მეორე და ჩვენ ესე იგი დავნათესავდებით ყველანი რა და შენს და ლუარსაბს შორის აღარ იქნება ხოლო მეფერმა თეიმურას უთხრა უარი რამე თუ ეყოდნენ და ნათესავნი იყო პაპიდაშვილი იყო მისთვის ხო დიდი უარი ნათესავები ვართო რა ჩვენ არ შეიძლება რომ ესე იგი ნუ პაპიდა ესე იგი აი ბაბუის დონეზე ანუ პირდაპირ იმითი მესამე ის თამამავალია რა ხო და ანუ მეექვსე ხარისხის ნათესავია და არ შეიძლება საეკლესიო წესებით ხო და არა ორას ლაპარაკობ მაშინ არა უსმინა შაჰაბას და უწყინა და დაუჟინა ნებადართო თეიმურას და მორჩილ იქნა და ჩამოყვა შერთვასა ხორაშანისასა დათანხმდა იძულებული გახდა დათანხმებული იყო რომ თავის ნათესავი მოეყვანა ცოლა და წარმოგზავნა თვის ადგილსა და მოვიდა თეიმურას კახეთსა და ხოლო ყაენმაც მოსწერა ლუარსაბს მოყრობაი თეიმურაზისა მიწერა ყაენმა ლუარსაბს რომ ცოლი ქალი შენი დავნო მიათხოვა ამას და სთხოვა ქალი თეიმურას და ყაენის სიტყვას ვერც ლუარსაბ გადავიდა და მისა დაიმისი ხორაშენ და წარიყვანა ქალი და ნაკურწილი პატიოსანი თეიმურას ნუ შეირთო ცოლად ესე იგი როგორ ერევა დაუკვირდით შაჰაბასი უკვე ნუ ფაქტობრივად მის ხელშია ყველაფერი რა სინამდვილეში და ნუ აი ესე იწყებს ჩარევა იწყებს რა ჩარეული ესედაც მაგრამ ნუ ხოლო ამ ჟამსა შინა ხონთქარის სულთან მურად ბაღდადს მიწევნული იყო და ყირიმის ჯარი თან ახდა. ეხლა გადავდივართ ხონთქარი, ესე იგი ეს არის ნუ ეს თურქეთის ეს არის რა ქვია სამეფოს თურქეთის ხონთქარია რა. სულთან მურადი. ბაღდადს მიწევნული იყო და ყირიმის ჯარი, ყირიმელი თათრების ჯარი ყავს რა. განძლიერებულია და მოკლედ ამ ბაღდადში მოაგვარა საქმეები, მაშინ ყირიმის ჯარისთვის დასტური მიეცა, მაშინ ეცა ვინმეს თათარხანისათვის. ესე არის ხშირად მე უკვე ნახსენები, ესე იგი ხონთქარის სულთან მურადი თათარხანი რა. ანუ თათრებზეა ლაპარაკი თურქებზე რა. რადგან წავალთ ქართლის გზა დიახ კარგი არის და ესე იგი ბაღდადზე აპირებენ გალაშქრებას თუ ჩასვლას, მოკლედ ზუსტად ახლა ვერ გავიგე აქედან, მაგრამ საქართველოში გავიაროთო რა, იმიტომ რომ კაი ქვეყანაა რა, დასაუხრებლად. და ჩვენზეც მარჯვე არის და გვაწყობს კიდევაც იმაზე გავიაროთ და საშუალოც მრავალი ვიშოვოთ და წარვიდეთ უზიანოთ. იქ არაფერი არ დაგვიზიანდება და წავიდეთ, ესე იგი გავილაშქროთ გზად, ესე იგი ქართველები ესე იგი მოვინადიროთ. და წარმოემართნენ ქართლზე თვითარ 60,000 კაცი. და მაჟამსა შინა მეფე ლუარსაბი იდგა ცხინვალს, ანუ ცხინვალში იყო და ამ ჟამში გამდიდრებული იყო ქართლის მოურავი სააკაძე გიორგი, რომელიც იყო მოურავი თბილისისა და ესრეთ გამდიდრებული იყო რომ შემდგომად მეფისა იგი იყო ქართლში მეორე კაცი იყო გიორგი სააკაძე ქართლის მოურავი თბილისის მოურავი იყო და ესეთი რაღაცა უთხრეს ამას გიორგი სააკაძეს ვითარმეთ არების მოყვარათა და მეჩხუბართა კაცთა აი ესეთი აი ამაზე მოკლაპარაკი აი ესეთ ადამიანებს მე კიდე გამიშტებენ. ეუბნებიან რომ მეფე სიკვდილს გიპირებს რამე თუ ზაქს სიმდიდრე და მორჭმაი შენი დიდება. ანუ ესე იგი შენი პატივი და შენი სიმდიდრე და ამიტომ მოკლოს გიპირებს. ხოლო მოურავს რა ესმა ეს საქმე დიდი დაიყო რჩევა და ლაპარაკი მაშინ მიუგზავნა და ამან დაიწყო ხა დაიჯერა რა ამ გიორგი სააკაძემ და დაიწყო გამოძიება ამ საქმის რა მართლა ესეა თუ არა და მეფემ მიუგზავნა რომ გაიგო მეფემ ეს ანუ ლუარსაბი ნუ პატარაა, მაგრამ ნუ ჭკვიანია ძალიან რა. და მიუგზავნა კაცი შეუთავ ვითარმეთ რა გნებავს ყოფად, რომ დღითიდღე არ დასწრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან. გიორგი სააკაძეს მიწერა ეს წერილი. ხოლო მოურავმან მიუგზავნა მროველი ეპისკოპოსი დომეტი ავალიშვილი. და შეუთავა ესეთ ვითარმეთ სიკვდილსა და ღალატს მიპირებოდა რას მემართლები დანაშაული რა მაქვსო რომ მიწყრებიო და გნებავ სიკვდილი ჩემი ხოლო მეფემ უარყო და ფიცით შეიჯერა ვითარმეთ არამწვად სიკვდილი შენი
ნახეთ, აქედან იწყება ეს მთელი ბედურება, ესე იგი ჩვენი აქედან იწყება, რომ ესე იგი ამ გიორგი სააკაძეს მიუტანეს ხმები, ცილი დასწავლეს მეფეს, რომ შენ სიკვდილს აპირებს, მაგრამ ეს სიტყვა ითქვა უკვე. და ხა რა როლს შეასრულებს ეს მომავალში ნახავთ. და ამან უთხრა მეფემ დაიფიცა, რომ არაფერი მსგავსი, მროველი ეპისკოპოსი გაუგზავნა ამას, ესე იგი დომენტი ავალიშვილი და დომენტისთან ამან დაიფიცა მეფემ, რომ არც მიფიქრი, რატო უნდა მოკლა, აი რაღაც გაუგებარი ის. და ამაშინო მოვიდა და ესეთი ამის წინაპირობა ეს არის, ესეთი ვითარება გიორგი სააკაძესა და ლუარსაბის შორის და თათარხანი თრიალეძეთ მოვიდა, თრიალეთის ქედით გადმოვიდა ეს თათარხანი და ეს 60,000 კაცი და იმისათვის რომ გაეგოთ. ნუ არცენ რა, ხა ეს ხმები მოვიდა რა, იარალი და ზაქარია მეუმრები არიან, იარალი ეს იარალი გააგზავნეს, რომ დაეზვერა ეგ სიტუაცია და მოკლედ ამან კი დაზვერა და ეს ნახა ყველაფერი და რაღაც ადგილზე იყო ჩასაფრებული, რომ ზუსტად გაეგო ამბები და ავიცი ღამე იყო თუ რა იყო ჩაეძინა და მოკლედ ეს თათარხანი დაადგა თავზე ამ მძინარებზე, ის მძინარეები ამოწყვიტა, ისე რომ ერთი ადამიანი არ დარჩა ამბის ამბები რა. და ესე იგი ეს არის ხერთის ჭალაში მოხდა სოფელ ნიაპთან, კასპის რაიონი. რომ წადი და მართლა შეიტყვა მიარალის უთხრეს და გზები შეკარდა, ადრე გვაცნობი ამბავი თუ მუსულმანი, რამე თუ მაშინ მეფე იყო მსუბუქად და არავინ ახდა დარბაის ქართველი. არავინ ესე იგი თითქმის ნუ პატარა პირადი ამალა იყო და ცხირეთის ციხეში წამოვიდა ცხინვალე, იქ იყო რა, უბრალოდ არ ვიცი ისვენებდა თუ რა იყო, მოკლედ რაღაც ესე მოშებული იყო ეს, არ ყავდა ლაშქარითან რა. მაშინ წავიდა იარალი, დახერგა გზები და ერთ სამოსავალს ადგილსა და ადგა თავთან და თვით უგრძნობელად თავზე წარმოადგენ თათარნი და მძინარენი ამოწყვიტეს და დახოცეს ერთი მათგანი არავინ განერა. და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და ყველთა. ნუ აქ ბევრი ესეთი სხვადასხვა ისინი კიდე წყაროებიდან ვიცით, როგორც მოგახსენეთ იაკობ გოგებელშვილს აქ არაჩვეულებრივად ეს ამბები აღწერილი და მოკლედ მანგლისი და ყველთა დასწვეს სოფელი ყველთა და ამ ყველთაში შეიპყროს ბდელი ერთი სახელით თევდორე. ეხლა ეს არის სწორედ ალბათ თავარი ამბავი ბერი იგნატაშვილის მოთხრობილი თევდორეზე, თუმცა სხვა მონათხრობებიც არსებობს. პატიოსანი და მოშიში ღვთისა და ერთგული მეფისათვის ისა და არა მოვიდნენ გოსტიბის თავსა, დაუწყოს გულს თევდორეს ლახტითაცემა და ეტყოდნენ ვითარმეთ მიგვიძე მეფეზედა. და სწადად სიკვდილი მეფისა და მოდელმან გულში ასე თქვა, ჩემის ორი ესე იგი თევდორე კოლთელის. ჩემი ორი დღის სიცოცხლისათვის ამას რატომ ვიქ აწ მიუწყვეტა მეფე მოაკვრევინა და ქართლიც გააოხრონ. მე რაღა მეშველებო ანჩემსო. ესე გადაწყვიტა თევდორე ბოლო მაშინ მდელი წარმოუძღვა და ქვენადრისის გზაზეც ჩამოუძღვა ქვენადრის ერთაწმინდასა და ცხირეთზე დიახ შორს დარჩენ ერთაწმინდის ახლოს არის ცხირეთი. და მაშინ სცნეს ყირიმთა რომ მეფეზეთ შორს იყვნენ და გააგდებინეს თავი გლოსა თევდორე და შეირაცხა წმინდათა თანამ. მოწამეთა წმინდათა მოწამეთა თანა შეირაცხა თევდორე მღვდელი. და რა მოიცვეს ერთაწმინდა და ახალქალაქი. მაშინ ანუ ეს დრო დაკარგეს ამათმა ეს ძვირფასი დრო ამ თურქებმა და მოკლედ ამასობაში შეიტყეს და ცხირეთიდან მეფე და სპათამისა რამე თუ ცხინვალიდან წარმოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო და ნახეს ჯარის სასიმრავლე. მაშინ თან ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი ზაზა. ნუ ამათმა ჯარის შეგროვება მოასწრეს ამ გიორგი სააკაძემაც რომ შეიტყვეს ამბავი ზაზა ციციშვილთან ერთად მოკლედ მოახსენა მოურავმა მეფესა ვითარმეთ. ნუ აღჩქარდებით და ნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო. მოკლედ დაამშვიდა მეფე, იმიტომ რომ დიდი გეგმა აქვს ეხა გიორგი სააკაძეს და ვნახავთ რაც. რამე თუ იყო ესე მოურავი
ანუ გიორგი სააკაძე, კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი და რომელიმე იყვნენ გარემონი ჯარნი მოვიდა და შემოეყარა მეფესა და სხვანიცა ბარათიანი რომელცა იყვნეს მის კერძო ქართველი შეყარა ჯარითვისი რაოდენიცა ყვანდა და ზაზაცა თან ახლდა და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზე და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის ჭალაზე და ასე იგი აი სადაც ის იარალი სადაც მოკლეს ამათმა რა იმ ადგილებზე ლაპარაკი და მუნ დაუხდნენ ყირიმი მაშინ შეუტივეს მოურავმა და დახოცა ჯარი მრავალი და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი ხოლო ზაზა ციციშვილმა მოკლა ერთი დიდი ფაშა და ჩამოხდა და თავშჭირდა ხა ესე თან რა დროს ის არის ხა იუმორი მაგრამ ნუ აი ეს ბერიეგნატაშვილი არ ვიცი ნუ საოცარი ავტორია რა ფაქტიურად ეს ისტორია არ არის ქართლის აი წმინდანთა ცხოვრების აღწერა რა სინამდვილეში ახლა რასაც ვკითხულობ მოკლედ ეს ზაზა ციციშვილმა ვიღაცა ფაშა მოკლა და ჩამოხდა ცხენი და თავს აჭრის რა ეხა რომ ნადავლია რა ეხა იმის თავი და ამაზედან წარმოადგენ მრავალი ყირიმი ესე იგი და ამ დროს ეს თურქები შემოესწრნენ რა ეს თათრები და ამარო დაინახა ხა რომ რაღაც ეს მოდიან ეს თათრები რა უნაკნას და ნახეთ რა ქნა ზაზამან მოჭრილი თავი წვერით კბილში დაიჭირა წვერით და მოახდა ცხენს და წარმოვიდა და სხვანიცა მრავალნი სახელნი იქნეს იმ დღესა მოვიდნენ და მოართვეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყვენავი შემდგომად ამისა აიყარენ თათარხანი და წარვიდნენ საციციანოსაკენ ესე იგი ეს დაამარცხეს ფაქტიურად ეს პირველი აკებისას ეს თათარხანი და ამოუწყვიტეს რაღაცა ნაწილი ლაშქარის და საციციანოსკენ დაიძრა. ხე რა არის საციციანო 19 საუკუნემდე არსებობდა ესე ერქვა. ხო და ეს შედის ამაში, ეს არის მტკვრის მარჯვენა სანაპირო, კუფლისციხე, ქვახრელი, ყარალეთი, გუჯარეთი, ნიჩბისი, წყნეთი, დოესი, ისციხე, ავკეთი, ატენი და რეზიდენციები იყო ესე იგი ამ საციციანოსის სამწევრიში, ბძოვრეთში, ყინწვისში და ხვედურეთსა და ნიჩბისში. ხოლო მისწერას მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართველთა ყოველთა რათა შეიყარონ ჯარი თვისი სურამის ბოლოს დახვდნენ. ესენი დაიძრენ და სურამთან უნდა დახვდეს ახლა ეს გაერთიანებული ქართული ჯარი. ხოლო ყირიმნი წავიდნენ და მივიდნენ დოესს, სოფელია დოესი და რა მოვიდოდნენ მაშინ ერთი ტერტერა გორიდა მოვიდოდა თავლისათვის უგზნობელად. ესე იგი და იმოიხედვიდა იმერ და ამიერ ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღსებული ჯარით, აი ამ მტრების ჯარით. ესე იგი სომეხი მღვდელი მოდიოდა გორიდან და დაინახა ეს გორთან ახლოს არის დოესის სოფელი და დაინახა რომ აი ესეთი ამბავია გავსებულია მოკლედ ესე და მაშინ სნა ტერტერამან რომ არა იყვნენ ქართლთაგანი და სნა რამე უჯულოთაგანი არიან ვინმე და მარბეველნი ქვეყანისანი და სწრაფ უკუნ იქცა ტერტერა იგი და მიუყო და გორის კერძო გორისკენ დაბრუნდა გაიქცა და გამბო ხიდი მტკვარისა და გადაყარა ფიცრები ხიდსა სრულიად და ჩაყარა წყალსა შინაგან და აშალა ხიდი დაანგრია მარტო მამან გაიქცა რომ მოესწორეს იგი და მივიდნენ ყირიმნიცა ზედა მიწევნი და დახვდა აყრილი და შეუძნდათ ფრია და ვეღარა გაიარეს ხიდა და გორში უნდა გადასულიყვნენ. უბრალოდ გორიდან უნდა გადმოსულიყვნენ აქეთ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და იქ იყო ხიდი და ვეღარ გადმოვიდნენ რა. არა. პირიქით. გორისკენ უნდა გადასულიყვნენ. ეხლა რო უკვირდები, დატოვა მარცხენა სანაპიროზე. და წარვიდეს და ბონას ტაშისკარი და დაიბანაკეს მუნ. მაშინ დააქციეს სახლები გადვეს ხიდი და გავიდნენ მტკვარსა და მივიდნენ და დადგნენ ტაშისკრის ბოლოს ნახვეტაში. მოკლედ ესე იგი ეს ცალკე საინტერესო თემაა კიდე ალბათ ეს ომების ისტორია რა როგორ ხდებოდა ეს. ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდნენ და მოვიდნენ ახალდაბას. მაშინ მტკვარი იყო დიდი, რამით თვე იყო ივნისი და არა იყო ფონი. მას ღამესა 10-ვეს ღამე ვედრებითა და ლოცვითა მხურვალითა. ესე იგი, ესენი ხა წამოვიდნენ და ახალდაბაში უნდათ რომ ტაშისკარის ზემოთ უნდათ რომ მტკვარზე გადავიდნენ. აქეთ ამ მხარეს არიან ესენი ხა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ისინი მარცხენა სანაპიროზე არიან. ეს თათრები. ხო და ეს მეფე და გიორგი სააკაძე ესენი წამოვიდნენ და აი ტაშისკარის მოპირდაპირე მხარეს არიან.
და ესე უნდათ რომ ახალდაბაში გადავიდნენ მტკვარზე, მაგრამ მტკვარი არის ადიდებული. და მთელი ღამე იოცეს და მიანდეს საკმარისად და დაასკვნის შესვლა მტკვარშია ფონად. აი როგორც ფონზე ისე უნდა გაიარო მტკვარზე რა. სხვა გამოსავალი არ არის, ჯარი უნდა გადავიდეს მტკვარზე. და ეგრეთ გამძლოთ მიერ წიაღად და ვით არ განთენ და შევიდნენ წყალსა მაშინა და იყო მაშინ მტკვარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში და იყო ღვთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უნებელად ესრეთ რომ არაფრესთანა არ წამხდარა რა და არცა კაცი და არცა ბარგი და ეგრეთ გავიდეს ესე იგი ისე გადავიდნენ ამ მტკვარზე ამბოცის შედეგად რომ არაფერი არც ბარგი დაუკარგავთ არც ადამიანი არაფერი და ნახეთ რა წერს ეს ბერი ეგნატაშვილი ეგრეთ განვიდეს ვითარცა ძენი ისრაელისანი სხვა სამას მეწამულსა და ჩამოულეს იდუმალმა და უგრძნობლად მტკვრის პირისპირ ჩამოულეს რომე ყირიმთა ვერა უგრძნოსა და ესენი ვერც მიხვდნენ ეს ამ ხელა ჯარი გადავიდა ამ მტკვრის იმ სანაპიროსაც ესენი არიან მარცხენას ხო და ამათ ვერაფერი ვერ გაიქეს რა გამოიერეს და მოვიდეს და შემოიყარეს ქართველი მომენტგეს სურამის ბოლოს ეხლა იქ სურამის ბოლოს კიდე ქართველები დგანან ეხლა ესენი აქ დახვდნენ და წარმოიდგინეთ ეხლა რა მაშინ არჩევო მოურავნან თხრილის პირის გარშემო მეთოფეები შემოახვიეთ და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთ და დაუჯერეს მოურავსა და მივიდნენ ეგრეთ როგორც არჩევა მაშინ იქნა ომი დიდი აქეთ და იქეთ და დიდიად მოჭირვებით გულსრულად შეიყვნენ ესე იგი წარმოიდგინეთ ესე მოიმწყოდეს ეს თურქების ჯარი ეს ყირიმელი თათრები და მოკლედ აი გაიმართა რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ბრძოლა და ნახეთ რა უწერია ამ ბერეგნატაშოს როგორი კომენტარები აქვს შიგ-დაშიგ ჩართული რა ძველთა გმირთაგანაც ძნელად შესაძლებელი საგონებელ იყო რომ მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველი იბრძოდნენ აი ძველი გმირებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო ესეთი ერთობა რა გაერთიანება საქართველოსი მეფე მოურავი და სრულად ქართველი იბრძვიან და მისცა ღმერთმა ძლევამ მეფესა ლუარსაბს ვითარცა პირველ აბრაამს და გედეონს ისე ბიბლიური ამბები აქვს მოთხრობილი აბრაამი რომელსაც ღმერთმა უთხრა 318 მხედართან ერთად წასულიყო და ორი სამეფოს გაერთიანებული ჯარი დაამარცხა აბრაამმა ამ თავისი 318 თავისი მსახურები არიან რომელიც არ არიან სინამდვილეში მეომრები რა მაგრამ აი ესე გაილაშქრეს და დაამარცხეს და გედეონი არის საჯული ისრაელის დაახსოვდა წინასწარ მეტყველისა მოსეს მირთმული ლევიტელთა ბრძანება უფლისა ვითარმეთ 5-მან თქვენგან მოვა წარიქციოს 100 და 100-მან თქვენგან მოვა ბევრული აი ესე იყო 5-მან 100 მოკოლაკაცი 100-მა კიდე ბევრული ანუ 10000 და არა 10 კი რა ბევრი არის 1000 და მოციქულსა პავლეს მირთმული ძმანო ღვთისმოყვარეთა ყოველივე განუმარჯოს კეთილად პავლე მოციქულს აქვს სიტყვები რომ ღვთისმოყვარეს ღმერთი გაამარჯვებინებს რა ეგრეთვე ამათ სასოებით ღვთისათა მიეცა ძლევაი დიდი და ესეთ განემარჯვა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სულიად ბანაკი მათი იავარყვეს როცა ოდენ ქართლი და მეშოვათ ესე იგი აი რაც მოეგროვებინათ ამათ ამ თავის ძარცვით ამ თათრებს აი ხო აოხრეს ეს ქართლი ხო და ეშონა ტყვეთუ საქონელი იგიცა ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართვეს და რაცოდენ შეიპყრეს ყირიმნი მოსრეს სპირითა მაყულისაითა და ამოწყვიტეს ფაქტიურად ამოწყვიტეს ესა და ეხლა რა მოხდა ნახეთ კიდე ესე იგი კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერენ და იქმნა სიუტოვაი და წარვიდნენ მოსაკიდელზე და შეშინებულნი და რაღაცები გაიქცნენ ტყეებს შეეფარეს თავი და შევიდნენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდებელისასა და არა აქუნდათ ღონე გზის განგნებისა დაიკარგენ ამ ტყეში სადმი ბოდიალობენ არიციან და მაშინ ჰპოვებდნენ დედანი მოსაკიდლის სოფლისანი ესე იგი ქალებმა იპოვეს და ტყეთაშინა დამალულთა ყირიმთა კაცთა შეიპყრობდნენ მოხდიდნენ დოლბანცა თუ რაიმე ქონდა წაართმევდნენ და კაცთა შეიწყალებდნენ და განუტევებდნენ ესე იგი ქალები იჭერდნენ ამ თათრებს რა ქვია თათრებს მოხდიდნენ ამ ისინი თავდახვეულები დადიოდნენ მოხდიდნენ თუ რამე გააჩნდა წაართმევდნენ და თვითონ ადამიანებს არტყავდნენ და უშვებდნენ რა ესე აი თავაგზნეულ რა თავაბნეულ ხალხს
ესეთი გამარჯვება მოსა ღმერთმა ქართველთა და შემოიქცნენ გამარჯვებულნი და ახსავსენი საქონლით და ხინება ჰქონდათ და სიხარული. და მაშინ არჩივეს რაოდენიცა კაცნი დაეხოცა ტყიიმთაგანი დასჭრეს თავები და წარმოუგზავნეს ყაენს ან შახაბას და მიულოცეს გამარჯვებაი. ესეც ქართული ხასიათია რა. თავი მოიწონეს, არ ვიცი რა გითხრათ რა. არ ვიცი ხა იმ დროში რო ჩვენ გვეცხოვრა რა გადაწყვეტილებას მივიღებდით ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შახაბასი საშინლად რა გითხრათ, საშინლად ჩურიანი კაცია და თან ძლიერი, თან მალავს ამ ყველაფერს რა გესმით. ესე იგი გაუგზავნეს ამათ ამ თათრებს დააჭრეს თავები, ესენი ხო მტრები არიან თათრები და ეს ირანელები და მოკლედ დააჭრეს თავები და გაუგზავნეს უამრავი ეს თავი შახაბას რომ მიულოცეს გამარჯვება ამით. იმან გაიხარა ფრიად რა თქმა უნდა აბარასისამდე, მაგრამ აქედან იწყება ალბათ ეს განცდა, საფრთხის განცდა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ქვეყანა ხდება რა, გახდა უკვე ფაქტიურად და ფაქტობრივად აქ ეყრება ალბათ რა ვიცი მე ვფიქრობ საფუძველი, თუმცა ალბათ არც მანამდე ის რა ქვია ეს კი ცდილობდა რომ მოეთაფლა ყველა და რაღაც ამ შახაბას, მაგრამ მე მგონი ჩვენ ასეთი დაუძინებელი მტერი არ ვიცი, მგონი არ ყოლია რა შახაბასი რო იყო, იმიტომ რომ შახაბასის მიზანი იყო რომ აღარ იარსება საქართველოს საერთოდ, საერთოდ ქართული ბები აყავდა კიდე თორსები ქართველი და მოკლედ საქართველოს აღარ უნდა იარსება შახაბასის თლიანობაში გეგმა ესეთი იყო. ჯერჯერობით კი მოკლედ რაღაც კარგი ურთიერთობები გვაქვს ამ შახაბასთან და მოკლედ გაუძღვანეს წინა გარასპი ფავლენიშვილი და მივიდა მიერთვეს ყაენსა თავები იამადიდა და დაუმატლა მეფესა გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მიულოცა მანცა გამარჯვებაი ამ შახაბასმა მოკლედ მოულოცა დიდი სამთი ლუარსაბს გამარჯვება და ამაშინა უფროსად გამდიდრდა მოურავი მოიპოვა ღონე ესე რამე თუ ცოლი არა ეს მეფესა ლუარსაბს მოკლედ ეს ახლა ამასობაში გიორგი საკაცს არ ავიწყდება ეს რომ მეფესთან რაღაცა არის დასალაგებელი რა ურთიერთობა იმიტომ რომ მეფეს ესე იგი მას მიუტანეს ხმები რომ მეფეს მისი მოკლა უნდა და ეს საუბარი ხო იყო ამამდე და ეხლა ამ ბრძოლის შემდეგ ძალიან გამდიდრდა გიორგი საკაცზე იმიტომ რომ დიდი ალაფი დიდი გამარჯვება მოიპოვა და თან ესეთი რაღაცა იფიქრა რომ მეფეს არ ყავს ცოლი ჯერ ახალგაზრდა არა ცოლი არ აქვს მოყვანილი და არჩივა მოურავმა დახპატიჟა მეფესა და დახვდა კეთილად და გამოჩინები და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსა. მოკლედ ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძე მეფე ლუარსაბი დაპატიჟა. ეხლა ნელა შევდივართ რა ამ ლუარსაბის ისტორიაში. ძალიან ძიმე ისტორიაში. დაპატიჟა ლუარსაბი და ყავდა მოურავსა დაი ერთი მეტაჩვენიერი და კეკლუცი და დააყენა მეღვინედ თავსა მეფესა და მოეწონა მეტად და დიდად და ეტაფიალა. მოკლედ ესე იგი დაპატიჟა და ესე იგი დაუნიშნა მერიქიფეთ საკუთარი და რომელიც იყო ძალიან ლამაზი, ძალიან შთამბეჭდავი რაღაცა და მოკლედ ეს მეფე თან ღვინოს უსხამს რა, თან ეს ღვინო ეკიდება, მხიარულობენ რაღაცა და თან ეს ღვინო ხო იცით როგორია, ესე იგი კონტროლს უკარგავს რა ადამიანს და მოკლედ აღეგზნო ეს ტრფიალებით მეფე ლუარსაბი. და მაშინ მოურავს წინათვე განეგურა გულსა შინათვისა, რამე თუ წინათ რომ მოურავმა ღალატი დასწამა მეფეს, გონებდა არ დამინდობს, ესეთ განიზრახა ვითარმე მოეწონება დაიჩემე მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასაჩემსა და მივცემ ცოლად. ეს ჩაიფიქრა გიორგი სააკაძე. რომ ეს წინასწარ ქონდა ეს ყველაფერი გათვლილი რომ მეფეს მოეწონება და მე გავატან ცოლად. და უკეთ თუ არა ინდომებს ცოლად, მაშინ ვინცა ჩემნი მოკიდებულნი კაცნი არიან, უფროსად ყოველდღე მე მომიდგებიან. ესე იგი თუ მოხდა ისე რომ არ ინება მაინც გამარჯვებული მაინც ესე იგი ამ პაიქრობაში თუ რა ვიცი რა ქვია ამ გეგმებში მაინც გიორგი სააკაძე რჩება და მოკლედ
ეს ყველაფერი წინასწარ გათვალა რა. და თუ შეირთავს ცოლად, მაშინ მტენი ჩემი გაურგულდებიან და ჩემს მეტი ღონე არ იქნება. ესე იგი, თუ შეირთავს მეფე ცოლად ჩემდას, აი ეს ხალხი, ვინც ურევს მეფეს ტვინს, ესენი განუდგებიან მეფეს ამის გამო. და ჩემს მეტი მაინც აღარ ექნება, ესე იგი, დავარი დასაყრდენი მეფის მე ვიქნები. და რახლა ჩამივარდება, რაც მინდა ვიქო, დაასკვნა რჩევა ესე, მკაცრავად. მოკლედ ეხა ვერ გეტყვის, მე ვერ გეტყვით ვერაფრით. თან ჩვენ ეხა ბერი იგნატაშვილის თვალით უყურებთ ამ ყველაფერს და მოკლედ ამ გიორგი სააკაძემ ესე ჩაიფიქრა და მოკლედ ესე იგი უნდა რომ ეს კი მეფეა ლორსაბი, მაგრამ უნდა რომ ეს მეორე კაცია, ხო? თავისი პატივი, თავისი უნდა რომ საკუთარი გავლენა დაამყაროს ქვეყანაში. არ ვიცი ეს იგი ზოგადად რომ შევაფასოთ, კი ეს ძალიან ჭკვიანი კაცია, დიდი სარდალია და მერეც ეხლა წინ ჩვენ უკვე გვისაუბრია მარაბდის ომზე და იქ რომ გიორგი სააკაძისთვის დაეჯერებინათ, მარაბდის ომს ქართველები მოიგებდნენ, ნამდვილად, მაგრამ არ დაუჯერეს ესე იგი გიორგი სააკაძე. აი ხა აქედან იწყება ეს წინაპირობა, რატო არ დაუჯერეს და როგორ და მოკლედ ეს გათვალა რა. გათვალა რომ თუ მეფე ჩემს დას შეირთავს ცოლად, მაშინ მას ის ორგული ადამიანები განუდგებიან და მთლიანად ესე იგი ჩემი გავლენის ქვეშ იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ გიორგი სააკაძე მეფეზე გავლენას მოიპოვებს და დაამყარებს ესე იგი თავის წესრიგს საქართველოში. აი ხა რა მოყვა ამას ნახეთ. ეხლა რა მოყვა ამას. დაიყვნენ ხიზე და დიდად ხიარული და მოეწონა მეფეს ქალი იგი და მეორესო ესა მიუგზავნა კაცი მეფემ და სთხოვა ცოლად დაითვისი მოურავსა. ხელი თხოვა რა. მაშინ მოურავმა მოახსენა ხერხით. თან ესე ცოტათი ხერხი იხმარა, თუ რა ვიცი ხა რა დავარქოთ, მოგწაკითხავთ და რაღაც ერთად მე. მეუფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ხმა შენი, დაღაცა თუ ჟამს ამის წყალობითა და თქვენის მრავალი კეთილის ძალებით და გამდიდრებულ ვარ. მაგრამ, აზნაურია ეს. გონი თავადიც არ არის თუ არ ვცდები. ხო და დიდად არ სახელი ჩემი, არამედ მტენი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად არავინ მიიჩნევს. აი ეს ჩემი მტრები რომ ჩვენ აი ეს რაღაცა რომ დაგვეყარეს ეს ხმები და რაღაცა ჩემს დას ცოლად არავინ მიიჩნევს. და გან მიწყრომობენ თავსა თქვენსა. ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინ ყოველდღიურ მოურავმა დედასაცა მეფისასა. ყვალად ხერხით და შეეხვეწა რომ თქვენი შვილი მეფე ლუარსაბ ჩემს დას თხოვსო ცოლად და მე ჩემის ნებით არ ვაძლევო და მაზედ მომიხმარენით რომ კაი საქმით მომარჩინოთ. ესე იგი მე მეშინიაო, თან ხო უნდა და თან აი ესეთ რამეს ამბობს ეხა რომ გაგაყოლოთო მერეო ესო შურს აღძრავსო და ჩემ დას ცოლად არ მიშნო და მეფის დედასაც ლუარსაბის დედასაც კი მიწერა ეს წერილი რომ მე არ მინდაო, მაგრამ აი რაღაც ეს ესე გაახელა ფაქტიურად უფრო მეტად გაახელა ლუარსაბი და თან თავი დაიზღვია წინასწარ. მოკლედ ეს გიორგი სააკაძეც რაღაცა ჩხლართავს ესე რომ თქვა რაღაც ამბებს რა. ხო და მაშინ სნარა ესე საქმე მეფემან არაუსვინა და შეირთო დაი მოურავისა, ხოლო დედა მეფე იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელად მარიამ. მაშინ რასნა ქორწილი დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარ გააწყორა და მოიყვანა ქალი ტურფა ჩვენერი და ყვანდა თვესა რამდენიმე თვე, მოკლედ ყავდა ეს სწორი. აი ხა რა მოხდა? აი ხა იმას ვიძახი რა. ხო, რავი, რთული ისტორია, ძალიან რთული ისტორია, მაგრამ ცუდი ამბებია რა, ძალიან ცუდი. მაშინ თავაცა და დიდებულთა ქართლისა და რომელიც არა იყო მოურავის მოყარე, ვისაც არ უყვარდა ეს მოურავი, იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. მოურავს აბეზღებდნენ მეფესთან რა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი, ვითარმეთ მოურავი, კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩვენზე და დიდად უმცირესი არისო და უმწემესი გვარითაო. კი კაი კაცი ახლა ვერავინ არ ფსვერიწყეს, იმიტომ რომ გამხელა გამარჯვება
გიორგი საკაძის მოპოვებული ფაქტიურად რა ხო მაგრამ გვარიშვილობით მოკლედ ჩვენთან ესე იგი როგორ შეიძლება ესე და ჩვენ იმათ ცოლი და შვილი თავად ყმად რად მივცეთო ესე იგი ჩვენ როგორ შეიძლება რომ საკაძის ესე იგი თავი ყმად გაუხადოთ რატო იცით იმიტომ რომ თუ დედოფალია მე ამათ მოერგულება უნდა შეფიცონ რა და ჩვენ იმათ და უმეტესად სუფრაჯმან სუფრაჯი ეს ნიშნავს არ ვიცი ხა ამ თანადებას დღესა შეიძლება ერთხოს ესე იგი სუფრის ანუ არ ვიცი ტრაპეზების თუ სუფრის მოურავი სუფრაჯი ესე ქვია და შადიმან ბარათაშვილმა დაუცადებულად დაუწყო ბეზღობა მოურას და შადიმან ბარათაშვილი თავადი მოკლედ ეს იყო რა ამ ყველაფრის ამ შადიმან ბარათაშვილთან იყრიდა თავს და ფაქტიურად ესე იგი შეუჩდნენ მეფეს და უთხრეს რომ ნუ ფაქტიურად უთხრეს რომ განგიდგებით ჩვენ ამას არ მივიღებთ რა ამ ქალეს იმას და მოკლედ და აი მორიგი ქართული ისტორია რა ეს ქართული ცუდი აზრით მორიგი ქართული ისტორია იწყება რომელიც რა თქმა უნდა დაჯადია და რა თქმა უნდა მარავდით დამთავრდება რა და მანამდე კიდე ეს ლორსა მეფის ამბავი და ნუ ქეთევან დედოფლის ამბავი და რა ვიცი მოკლედ რა მოკლედ აქედან იწყება არეულობა ეხლა რა საშინელი არეულობა ესენი აიძულებენ მეფეს ეწოლა სახთენენ და რაღაცა თუ არაენება მეფე სა მოურავის გამომეტება არამედ დიდად იძულეს სიტყვითა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა ჟულიერისა მის წმინდისა ქორწინებისაგან ნუ კანონიერი ცოლია და აიძულებენ რომ განუტევოს ეს ცოლი რა აი ეს და აი აქ არის რა ერთი ალბათ მოკლედ ლუარსამო ვერ გაუძლო ამ ზეწოლას ლუარსამო ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და აი სრულიად ესე იგი რაღაცა არაქრისტიანული არაკანონიერი რაღაცა მოკლედ კომპრომისზე წავიდა ამ თავადებთან რა ალბათ ეს იყო თავარი შეცდომა ლუარსამების ალბათ და ძალიან ძიმე მოსაყოლია მოკლედ ეს ამბები და ვითარმეთ რომანი ღმერთმა შეეულა კაცინი უგანაშაურებდა აი სახარების სიტყვები დაარღვია რა მოკლედ ლუარსამო ამისთვის დიდად უბრალო იყო მეფე და სწავდა განტევება ღვთისაგან არასწავლდა განტევება ღვთისაგან მოცემულისა მეუღლისა დიდად მიაჭიროს სიტყვითა დაჰყვა მეფე რჩევასამაცა და ებრძანა განტევება აი ვერ გაუძლო ამ ზეწოლას აიქიდან იწყება ის რაც მერე მოხდა და ეხლა მოგიყვებით რა მოხდა თუმცა აი ფეხები რუკან გრჩება რა ადამიანს რა ესეთი ისტორია აი წაკითხვა და მოყოლაც არ მინდა ამ ყველაფერს მაგრამ აი მაინც ჩვენ ძალა ქრისტიანულ ნუ აი ნახავთ ეხლა აი ამ ქრისტესადმი ერთგულებაშია რა და ეს ლუარსაბ მეფე მერე თავის სისხლით ეს ყველაფერი დაადასტურა რა მოკლედ რა ამაზე დაიყოლიეს მეფე ამ თავადებმა იკადრეს სრულიად ამოწყვეტა და გათავება მოურავისა ეხლა ამათ ეს დაკე არ აინტერესებთ კაცო და მართლა ის რაღაც გვარიშვილობა მოურავი არის ამათი მტერი დიდი მოურავი ანუ ეს გიორგი სააკაძე და ამას ერჩიან მოკლედ ამ გიორგი სააკაძეს აი ეს არის შუღლი და აი ამ შუღლს და აი ამ რაღაცა ამ შურს თუ რაღაცას აი ფაქტიურად შესწირეს აი ეს ნუ რა ვიცი წინვალე გამარჯვება მოიპოვეს ქართველებმა ეს რომ განვითარებულიყო და ქვეყანა რომ ამ გზით ესე იგი გაიგრძელებინა სულ ნუ აი ფაქტიურად ოქროს ხანა დაგვიდგებოდა ალბათ კიდევ ერთხელ რა საქართველოში რა აი მოკლედ ეს მოიძულეს ეს გიორგი სააკაძე და შეატყოს მეფეს აი ნახეთ რა წერია ამ დიდებულება რომ ყრმა არისო და რასაც მოახსენებთ ურჩ ვერ გვექნებაო და ვერ აი მოკლედ დაჩაგრეს რა ესე რო ვთქვათ ეს ლუარსაბ მეფე და შეძინეს ბოროტსაზე და მოახსენეს ვინაიდან დაუტევდა დააგდებ მოურავის დასს ესე უწყით რამე ამას მოურავი არ დასტურდა დიდად სახელოვანი კაცი არის და გაგიორგულდება და ბევრი ამი მოხდებოდა და უჩიეს ღალატი და სიკვდილი მოურავისა და უთხრეს ეს რაღაცა უთხრეს ახლა რა მეფეს რომ მოურავის დახო გაუშვია
ამას როგორ გაპატიებსო გიორგი სააკაძეო და აუცილებლად ესე იგი შურს იძიებსო და მოკლედ უნდა მოაკლევინო რა. და მოაკლევინო. ესე იგი აქ არის ხა აღწერილი, აი ამას არ წავიკითხავთ შეიძლება რა. რაღაცა ისეთი საზღარი ამბავია რომ ესე იგი როგორ არიცოდა გიორგი სააკაძემ ეს ყველაფერი და მოკლედ ესე შეატყობინა ერთმა ადამიანმა მეფის სახური მივიდა ამ ლუარსაბიზე უთხრა რომ მეფე მოკლას გიპირებს. ამ რა ქნა იცით? შენ მეფის ღალატი როგორ გამედეოდა ცხვირი და ტუჩები მოაჭრა იმას. და თვითონ კი რომ გაიგო რომ მართალია ეს ამბავი, მოკლედ გაიქცა. გაიქცა და აი ამის შემდეგ ჯერ იყო და თავის ცოლის ძმასთან მივიდა. ეხლა ამ დეტალებს აღარ მოგიყვებით თუ შეიძლება. და ამის შემდეგ უკვე რომ მიხვდა რომ აღარ დაედგომება ეს ცოლის ძმა არის ნუგზარი ქვია, ნუგზარი, ესე იგი დუშეთი, მთიულეთშია, მოკლედ ის ციხე იქ აქ და იქ მივიდა და ამ რა თქმა უნდა მიიღო ამ ნუგზარმა შეიწყნარა გიორგი სააკაძე, მაგრამ რო გაარკვიეს ყველაფერი რა და როგორ იქნება, რომ ეხლა ამ ქართველებს ხარ შეებრძოლება ეს გიორგი სააკაძე. ხო და გადაიხვეწა მოკლედ, გადაიხვეწა ამ შახაბასთან. ამ შახაბას ძალიან გაუხარდა ამ გიორგი სააკაძეს მოკლედ ესე გამოქცევა საქართველოსთან, იმიტომ რომ თავარი იცის რომ თავარი საყრდენი ძალა გიორგი სააკაძეა. შემდეგ რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო ყანდაარის და კიდევ წავიდა ბაღდადის ასაღებად და მოკლედ ეს თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა და გიორგი სააკაძე თანდათანობით დიდი ნდობა მოიპოვა მოკლედ როგორც სარდალმა და მოკლედ ესე და ეხლა ესე იგი აი ამ სააკაძის არ ვიცი ხა ეს ალბათ ეს თლიანობაში უნდა გაკეთეს შეფასება მოკლედ გიორგი სააკაძემ აი ამ ყველაფერს აქვს ქვეტექსტი მაინც და ეხლა ამის შესახებ მოგახსენე მოკლედ გიორგი სააკაძე შახაბა შეპირდა რომ მე შენ მოგეხმარებ რომ ქართული ხელში ჩაიგდო და რომ ესე იგი აოხრო და ამას მიუხედავად იმისა რომ ვითომ ახლა ლუარსაბთან კარგი ურთიერთობა აქვს და რაღაცა ამ შახაბას რა ეს საქართველოს აოხრება მოკლედ ეს იყო მაგისი ოცნება რა ეს იყო მაგისი ოცნება და ფაქტურად ახლა ეს გიორგი სააკაძე რომელმაც დიდი ნდობა დაიმსახურა არის არაჩვეულებრივი საშუალება რომ ამას აბრალებს რა რომ ეს თავაზობს სინამდვილეში გიორგი სააკაძემაც იცის ეს ამბავი რომ ეს აუცილებლად გაილაშქრებს საქართველოზე და ამას ურჩევნია გიორგი სააკაძეს ახლა ეს ხო ბურუსტარი მოცულე მისი სახელი და ის მაგრამ ამას ურჩევნია რომ ამან წარმოიყვანოს ეს ლაშქარი და ამას მოყვება მერე მარტყოფის ბრძოლა 1725 წელს არის მარტყოფის ბრძოლა და აი არის ესე იგი გიორგი სააკაძე როგორ განუდგება იმას შახაბას და ფაქტიურად აი დაამარცხებს მის ლაშქარს საშინლად. თუმცა ამას მერე მარაბდის ბრძოლა მოყვება იგივე 1725 წლის ივლისში და რა თქმა უნდა შახაბასის საშინლად იძიებს შორს და ამოწყობს ფაქტიურად მთელ საქართველოს. ნუ მოკლედ ეს მერე მოხდება ეს ამბები. მოკლედ ეს პირდება ესეთ რამეს რომ მე მოგეხმარები საქართველოს ლაშქრობაში და აქედან იწყება ფაქტიურად უკვე შახაბასის ესე იგი ეს პირველი ლაშქრობა საქართველოში, ოღონდ ნახეთ, ეს ხო ძალიან ძლიერი კაცია და მაინც ამ იმასთან ურთიერთობას უხდილდება, რა ქვია, ლუარსაბთან და მიდის კახეთზე გაილაშქრებს. კახეთზე თეიმურაზი, კახთა ბატონი არის თეიმურაზი და
მოკლედ გაილაშქრებს კახეთზე უნდა რომ გაილაშქროს დაიძრება დაძრავს ამ ლაშქარს და მოკლედ განძამდე მივიდა განჯა და გაუგზავნა შუამავლები თეიმურას და უთხრა რომ თუ არ გინდა რომ კახეთი ავაოხრო შენი შვილი გამომიგზავნე მე მძელად შენი შვილი გამომიგზავნე და მოკლედ ესე იგი მე დაგინდობთ ეხლა ეს ძალიან დიდი იმის ქვეშ არის ხა იცის რას ნიშნავს რა შვილის გაგზავნა მაინც იმედი კი აქვს რომ ეგება მოკლედ მშვიდობენა ჩაიაროს ამ საქმემ და მოკლედ უგზავნის შვილს ალექსანდრეს და გურიელის ქალისგან ესე იგი ნაშობს და საკუთარ დედას უგზავნის კიდე ეს ცოლი რო ყავდა ესე იგი აი ამ ადრე ესე იგი ეს ცოლი რო ყავდა გურიელის ქალი ხო მოიყვანა ცოლად და მოკლედ აი ეს რო გარდაიცვალა და მე ხო ლუარსაბის დამოიყვანა ცოლად აი პირველი ცოლისგან ყავს ორი შვილი ალექსანდრე და ლევონი და ალექსანდრეს უგზავნის და თან ის ალექსანდრე პატარა ლევონი უფროსია უფრო და თავის დედას ბებიას მოკლედ ბავშვის ბებიას ატანს ეს ბებია არის სწორედ დედოფალი ქეთევანი დედოფალი კახეთის დედოფალი და აი მას ატანს ბავშვს რომ ნუ ჯერთი მიხედოს და მეორეც ერთი მაინც დიდი პატივია რა დედოფლის გაგზავნა ესე იგი და იმედი აქვს რომ ეს დედოფალი მოახერხებს ამ შაჰ-აბასის ნუ რა ვიცი რაღაცნაირად შერბილებას თუ რაღაცა რა ამისათვის რომ მე უფრო პატივს დამტვირს და არასაწყის შვილსაჩემსაო და შეხვეწა გაუწყრომლობასა რომ ნუ განგვირისხდე და რა მივიდა დედოფალი ქეთევანს საპატივი დიდი ამ შაჰ-აბასმა დიდი პატივით მიიღო რომ გაიგო რომ დედოფალი მოვიდა მასთან და რო ნახა ეს შვილი მისი ალექსანდრე უთხრა კიბერ ეს ბავშვი რო გამომიგზავნეო იმას შეუთვალა და ამ დედოფალსაც უთხრა ქეთევანს ძიძა ხომ არა ვარო რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამოგზავნია რაისათვის უფროსი შვილი არ გამომიგზავნაო და თუ ჩემი შერეგება უნდა უფროსი შვილი გამომიგზავნოს და გამოაგზავნა კაცი და სხვა უფროსი შვილი შაჰ-აბასმა არ უნდოდა კახბატონს თეიმურას გაგზავნა უფროსი შვილისა და დედოფალსაც ქეთევანს შემოეთვალა ნუ გამოაგზავნიო ნუ გასაგებია რაც მოხდება ეს ყველაფერი რა და არასწადა გაგზავნა თეიმურას მაგრამ არ დაეხსნეს კახნი და თვითონ კახელები და ეტყუდეს არც შენც იქ იყაო რა დაგიმარცხდაო ქვეყანას რისთვის აღთენინებო კი მაგრამ შენ თვითონ იქ არ იყავიო ამ შაჰ-აბასთან სტუმრად ჩასულიო და ხორაფერი დაგიშავდაო და გააგზავნეო ეს ლევანიო რა და გაუგზავნა მაშინ ესე იგი მე გაგახსენებთ უბრალოდ რომ როდესაც დიმიტრი თავდადებულმა მიიწვია ყაენმა რა ქვია მაშინ ვინც იყო ეს მონღოლთა ურდო იყო ხო ესე იგი მონღოლებს ან უნდა აეუხრებინათ საქართველო ან დიმიტრი უნდა წასულიყო თან სხვა რამეზე იყო ბრალი სხვა რამეში დაძდეს ქრისტიანობის გამო არ იყოს და მოკლედ ამათ კი მაგრამ მე რო დავრჩეო ხო დარბაზი მოიწვია რა და ამათ მოსა არ უნდა წახვიდე მეფე ხო და კი მაგრამ მაშინ თელ ქვეყანას აუხრებს იცი რაო ჩვენ ყველას გვირჩევნია შენი გულისთვის დავიხოცოთ და ჩვენ ეს სირცხული არ ვჭამოთ რომ საკუთარი მეფეს ადგილს გაუშვითო რა მაინც წავიდა და აქ პირიქით არის რა მოკლედ გაუგზავნა და რა მივიდა ესეც მაშინ ხო გაუგზავნა კიდეც კაცი შაჰ-აბასმა თეიმურას კიდევ ერთხელ გამოგზავნა თქო რადგან ამისთან ერთგული კაცი ხარო შენცა მოდი და ნახევ და მრავალ წყალობას გიზამ მოკლედ ეს თეიმურაზი უთხრა რომ მაშინ შენც ჩამოდიო რა თელ შენი ოჯახი აქ არისო და დაგაჯილდოებთო დაგასაჩუქრებთო და რაღაცა და მაშინ ბატონმა თეიმურაზცა დააჯერა გული და კახთა შეიტყვის რომ უნდა და ამოსავარნელად ის უნდა გაჩვენოთ როცა რაღაცა მე არ ვიცოდი ეს თურმე პორტუგალიაში არის მე-17 საუკუნის კერამიკული გამოსახულება აი ქეთევან დედოფლის წამება თუ მომიწია როდესმე იქ ჩასვლა უცებად მიიღო ამ მუზეუმში და ნახა ეს
კეთებონ დედოფალი, ეს არის მე-17 საუკუნეში გაკეთებული. არა, მე-17-ში კი. ანუ თითქმის თანადროულია, ცოტა გვიანი ყოფილი ესეთი. და მოკლედ გადაწყვიტა წასვლა თეიმურას. მაშინ ეზრახნენ მეფესა ქართლისასა ლუარსაბს, რადგან მოყვარენიცა ვარ და სჯობს ქვეყანისათვის, ამ საქმეზე გავერთიანდეთ, რამე თუ შენ უწყი შახაბას ყაენი საქართველოსათვის ავიარეს და მოურავიც ხომ მტერი არ შენი და იმას ყავს ყაენი, იმას მოყავს ყაენი და უნდათ ქვეყნის წახდენა და გავერთიანდეთ. და თეიმურაზი აღარ წავიდა. და ლუარსაბთან გაერთიანდა ფიციმისის ერთმანეთს, რომ აი კახეთის და ქართლის გაერთიანებული ლაშქარი დახვდებოდა ყაენს. ანუ შახაბას რა, რომელსაც მოუძღოდა გიორგი სააკაძე. და რა ცნა საქმე ესე შახაბას? რომ გაიგორო ესეთი ამბავია, რომ აღარ მოდის ეს თეიმურაზი და აღარ მოდის თეიმურაზი და მოკლედ გაუერთიანდა ლუარსაბს, წამოვიდა კახეთს და შეყარა თეიმურაზიცა ჯარი და შახაბას ყაენმოს და წარდგენა სპაითვისი წინა და გადაუყენა ჟალეთს. ჟალეთი ადგილია და თუ შახაბას მივიდა ბატონსა თეიმურაზი და პირადად მოკლედ შახაბასი ილაშქრებს თეიმურაზზე რა. და ვეღარ დაუდრა თეიმურას და წარმოვიდა. აზრი არ ქონდა მოკლედ იქ შებრძოლებას და მოუხდა წინა გადაყენებულთა ჟალეთს გუნდა ყიზილბაშთა და ესე იგი მთელ ლაშქარს ვერ იმას იზამს. არა, უბრალოდ ნახეთ როგორ არის, რომ გაიგო თეიმურაზი მოკლედ წამოვიდა და ჟალეთს იყო ეს წინა ლაშქარი ამ შახაბასის და შეებრძოლა და ამოწყვიტა მთლიანად ეს ჟალეთს დაყენებული ეს ლაშქარი, ესე იგი ყიზილბაშების. და მოვიდა მუხრანს და შემოეყარა მეფე ლუარსაბს. მოკლედ ეს კახეთიდან თავისი ლაშქრით გადმოვიდა თეიმურაზი. ჟალეთი არის გადასასვლელი ადგილი, ქედი რა. ხო და იმ ჟალეთში მოკლედ ეს დაამარცხა ამ შახაბასის რაღაც მეწინავე რაღაც ლაშქარი და შეუერთდა ლუარსაბს. ეს არ უნდოდა შახაბას რომ ეს ორი შეხვედრილიყო და გაერთიანებული. ხო და მოვიდა მუხრანს და შემოეყარა მეფე ლუარსაბს. პირველ თურმე ერჩივა მოურავს შახაბას ყაენისათვის. ეხლა შახაბა მოურავმა ურჩია გიორგი სააკაძემ ურჩია შახაბას ესეთი რაღაცა, რომ თუ ქართლში გინდა გალაშქრება, აუცილებლად ზამთარში უნდა გაილაშქრო. იმიტომ რომ მთავარი ამათი სამალავები არის მთაში და თუ ზამთარში მიყვა მთაში ვერავლენ და რომ წავიდნენ იქ, ესე იგი კარგი არაფერი დაემართებათ რა. მოკლედ რაღაც უდამებს ყვები ეხლა რა. და ესმინა შახაბას სიტყვა მოურავისა და მოვიდა 5 იანვარს. ქრისტეს აკეთ 1624 წელს. და აიღო ციხე თორღისა შახაბას და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა, ეს იყო შახაბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში. და შემოსრა ხელითა თვისა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემოსრა პატიოსანი ხატნი და ჯვარნი და შემოძარცვნა პატიოსანი თვალ და მარგალით და მისცა მეძავთა ცოლსა და ხარჭათა მისთა და ყო სამკაულად მათთა და შეეგინა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წარმემართა ქართლსა ზედა. მაშინ ინებეს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყვეს რა და ვერც დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართას. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ და კახბატონი თეიმურაზი იმერეთს. ესე იგი მოკლედ საშინელი ლაშქრობაა პირველი და ეს არის რა, ხატები და ეს გაძარცვა ეს ძვირფასითლები და ცოლებს და მეძავებს და იმათ დაურიგა რა თავის. შახაბასმა. ცოლი კი ყავს ქართველი, მაგრამ ეს ქართველი ამ ლუარსაბის და მერე ნახეთ რაღაცა როლს შეასრულებს მაინც. მერე გამოჩნდება კიდე. და წავიდნენ ეს ლუარსაბი და თეიმურაზი გაერთიანებული ლაშქრით გადავიდნენ იმერეთში. და მკრობელი იმერეთსა იყო გიორგი იმერეთის მეფე და ითვისა კეთილა და მიუჩინა ალაგები და დააყენა მიიღო რა თქმა უნდა ეს. ხოლო შახაბას მოვიდა გორსა და დადგა უნდა წარუგზავნა მკრობელსა იმერეთისასა კაცი შახაბას.
რომ ესე იგი იმერე ხა იწყებს ეს შაჰაბასი თავის ცბიერ რაღაცებს რა. რომ ხა იცის ხა კიდე იმერეცაც რომ შეებრძოლოს არ ღირს ყველა არა იცით რა კი ყავს ეს დიდი ლაშქარი და კი აოხრებს მაგრამ აი ეს მისი ცბიერი გეგმა არის ნაწილ-ნაწილ ესე იგი ამ საქართველოს მოსპობა რა და მთლიანად იცის რომ შეიძლება ეს გაჭირდეს ძვირად დაუჯდეს მოკლედ და რაღაცა და იმერეც მეფეს უგზავნის ესე იგი უგზავნის ელჩს და ეუბნება რომ ესე იგი მომეცი ლუარსაბი და თეიმურაზი და შენ არ გირჩი არაფერს და აგავსო ბრავლთან იჭითა და საბოძვრითა ხო და ეხლა იმერეთის მეფემ რო ეს გაიგო რომ ის უნდა მისცეს ეხლა ლუარსაბი და თეიმურაზი ეხლა როგორ გააკეთებს ამას და გაუგზავნა კათალიკოსი აფხაზეთისა მალაქია და აბაშიძე ლევანი მოციქულად და გამოუძღვნა ფეშქაშიც ამრავალი და შემოუთვალა ესეთ დიდი ძღვენი გაუგზავნა ამ იმას რა ქვია შაჰაბას და უთხრა რომ ამათი მოცემა ჩემგან არ იქნებისო და ხელმწიფემ ამდენი წყალობა ყოს და დავდოს პატივი რომ ესენი ისევ შეირიგოს და თვითონ წაბრძანდეს და დაანებოს ამათი მამული და საბატონო დაგონებიო თავი და კვაპატიო რაც იყო და დაბრუნდი უკანო და მე ვერ მოგცემო ამათო რა თუ შეიძლება ესე გავაკეთოთ გაცრავთ და გაუგზავნა აფხაზეთის კათალიკოსი ან დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ესე ერქვა მაშინ და ეს ლევონ აბაშიძე და რა მოვიდა კათალიკოსი მალაქია და აბაშიძე ლევონი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებენ ამ სპარსელებზე ამას დიდი ის აქვს რაღაცა მოქმედების უნდა და ვერღარა გააწყორა შაჰაბას და მაშინ მოიპოვა ხელოვანება და ღონე ილეთისა და აი ხრიკი კიდე მორიგი ხრიკი ამ შაჰაბასის ათამცა ხერხით მოაგვაროს და მოიხმო კათალიკოსი მალაქია და აბაშიძე ლევან და შეუთვალა ესეთ ყოველსა იმერეთსა გიორგის რადგან შუა ჩამოსულხარო მე მეფე ლუარსაბის ესე იგი რადგან შენ შუამდგომლის როლი იკისრე მე მეფე ლუარსაბთან არც რა საქმე მაქვსო და არც რას მემდურვიო და არცა მაგის წარსახდენად მოსულ ვარო ესე იგი ნუ თოლისმა რა თან ეს ლუარსაბი და არ ვერჩიო ლუარსაბს არაფერს არ ვერჩიო რა მაგრამ თეიმურაზი ჩემი მტერი არსო და მაგას არ შევირიგებ და არც მინდა მაგის შერიგება და მეფეს ლუარსაბს კიდეც შევირიგებ და თუ მოვა შეუმირიგდება წყალობასაც უზან აი იწყება ეს ამის მზაკრობა საშინელი და რამათ ეს სიტყვა დააბარა და გაისტუმრა მოიხმო შადიმან სუფრაჯი აი ეს შადიმანი რა შადიმან ბარათაშვილი და რომელი იყო გამზდელი ლუარსაბისა და დაიწყო ტირილი შაჰაბას ყაენმა აი ამ შადიმან დაიწყო ტირილი შაჰაბასმა და თქვა მე მეფესა ლუარსაბს როგორ წავახდენო მეფის სიმონიშვილიშვილსა და მეფის გიორგიშვილსა მე ავსა და ორიგოს როდი ვიკადრებო მაგრამ ეს თეიმურაზი მიცდენიაო და მომიტყუაო თეიმურაზმა შემიცდინაო ლუარსაბი და მომიტყუა ეს ლუარსაბი მოატყუა რა მოატყუაო და ამიტომ ესე იცოდე რომ თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომირიგდებაო დიდ წყალობას უზამო და გავამდიდრებო და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი და რა ნახა შადიმან ესევით არის ტირილი და საფიცარი შაჰაბასა მაშინ დააჯერა გული რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდ წყალობას უზამსო და კიდე შეირიგებსო და ამაზე დიდად დააჯერა გული თავისთავად დაარწმუნა რომ მოკლედ შადიმანი არ ვიცი რა ვთქვათ ლანძღალე რაღაცა ხა აზრი მაგრამ მოკლედ შადიმან ბარათაშვილი აღგზავნა რა თან ყველაფერთან ერთად და მოკლედ ხა იმ ლუარსაბს ხა იცით აქედან ცუდად ჩანს ეს ჯერ აი მერე ბოლში გამოჩნდება სხვანაირად
და მოკლედ რასეუნება ნახე გაერთე ფიცი ხომ იცეს ერთმანეთს ამ შადიმანმა და თემს უკაცრავად ვარსაბან და თემურაზმა და არიან ამ გიორგისთან იმერეთის მეფისთან ჩასულები და ესეუნება რომ მე თემურას ვერჩი შენ არ გერჩი და მოდი ჩემთან და მე დიდ წყალობას ვიზამ შენზე და მოკლედ არაფერს არ დაგიჩავ რაღაცა და მოკლედ უნდა რომ ფაქტიურად ნახეთ ამდენ ამის ერთად აკეთებს შახაბასი რომ გამოაცალოს თეიმურას გამოაცალოს ხელიდან ლუარსაბი რა და ჩადის და მოკლედ ეს კათოლიკოს ხვეუნება ეხლა ეს და ხო გააგზავნა ეს ახლა შადიმანიც მიაყოლაზე და კიდევ ვინმე ერთგული ხოჯა და მისწერა წიგნდა საფიცარ და გაუგზავნა მურასა ხმალი ესე წერია მურას ანუ მოუჭველი რაღაც ძალიან ძვირფასი ხმალი გაუგზავნა საჩუქრად ლუარსაბს და უნდა რომ ესე იგი თან ხო ეს ხო ამდენჯერმე ვახსენეთ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ ეხლა უკვე გამოჩნდება ეს და თინათინი ლუარსაბის არის შაჰაბასის სორი და ამ დასაც მიაწერინა წერილი რომ შენი ჭირიმეო რა მოვიდესო რა და აი ყველაფერი ეს შუღლი და ის დამთავრდებაო რა მოკლედ და მოკლედ წერილი მიაწერინა და ეს კათოლიკოსი მალოქია და აბაშწელევანი საჩუქრებით აავსო მათაც ბევრი საჩუქრა აჩუქა და მოკლედ უნდა რომ მოთაფლოს ეს ხალხი რა ყველა და რომ როდესაც ეს თავის დის წერილი წაიკითხა ეს ხმალი ნახარა ხმალი აჩუქა რაღაც უძვირფასესი და დააჯერა გული რა ესე იგი ესე წერა დააჯერა გული რომ ნუ დაიჯერა რომ შაჰაბასი ესე იგი სიკეთეს თავაზობს რა ხო და აი ბოლოში გამოჩნდება რომ სინამდვილეში არც არაფერი არ დააჯერა და ძალიან კარგად იცოდა ლუარსაბმა სად მიდიოდა არისთვის მიდიოდა აი ბოლოში რომ ჩავალთ აი მე წავიკითხავთ აი ლუარსაბის ლოცვას სიკვდილის წინ რა თქმა უნდა შაჰაბასი არა და რა თქმა უნდა ესეთი ცბიერებით უნდა რომ შეიტყოს თუმცა ეს ლუარსაბი უბრალოდ იმიტომ კი რომ მოკლეს იმიტომ კი არ არის წმინდანი აი წმინდანია რა ნამდვილი და აი რა ვიცი ალბათ ერთ-ერთი მიუხედავად თავისი ასაკისა და იმ შეცდომებისა რას თქვის რა გიორგი სააკაძეს თუმცა იქაც რა ვიცი იქნებ ყველაფერს გზნობდა წინასწარ და როგორ იყო და აი თავისი სიკვდილით ალბათ მისი სიკვდილი არ იყო საკმარისი ერკეთევან დედოფალი იყო ამის მერე და ნუ რა ვიცი მთელი ამბები მოკლედ პატრონმა იმერეთის ამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გურიელს მამიას რომელსაც ესე იყო გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა მაშინ მოვიდნენ იგინიცა და შეიყანეს ერთად და ურჩდეს ბატონმა თეიმურასა და სრულიად იმელოთა რათა ყიზილბაში მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნი არიან და არჩენ დაგინდობენო ნუ წახვალო თეიმურაზიც ამას ეუბნება და გაცხადია ხო ეხა რა ორი აზრი არ არსებობს ეხა რომ ეს რომ შაჰაბასთან წავა რომ ამას რა მოყვება ესე იგი ეს და ესენი ეუბნებიან რომ ნუ იზამო ამას და არ წახვიდეო ესენი ეს კარგი ხალხი ურჩევენ თუმცა აი აღმოჩნდება რომ მეფე არის შორსჭრეტელი რა და აღმოჩნდება რომ მან იცის ეს ყველაფერი არ ამბობს იძახი რომ ასლაპარაკოთ წავა პირიქით ასეთი ფიც როგორ გატეხავს და რაღაცა მაგრამ მეფე აღმოჩნდება მერე რომ არის შორსჭრეტელი და იმ თავის წასვლით რა გააკეთა ეხლა და რა მოხდა და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და მოვიდა შაჰაბას ყაენთან გორში ჩავიდა შაჰაბასთან ნუ ყაენმან არც იჩემა წინა მიგებება არ ესე იგი პირადად შეეგება რა მოკლედ არ ითაკილა პირადად სანადირო ცხენზე გადაშდა და გაექანა ამის შესახვედრად და პატივისა ლუარსაბს და მოიყვანა თვისთა თანა და დიდად გაიხარა ყაენმან შაჰაბას და დიდი პატივი ხოლო ხანასა რამდენსამე იყვნენ შექცევაში გან ხოლო შემდგომად ამისა თქვა ქულცაშინა ყაენმან
შახაბას და ეშინოდან უკვე ქართულთა არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინო შფოთიო და რა ხანსა რაოდენსამ უკვე შახაბას ინება წარსულა თბილისად და უთხრა მეფეს ალუარსებს წარვიდე თბილისო და ვიხინოთ მუნცაო და შევექცე და შენ დაგტოვებ და მე წავალო მოკლედ ესე იგი კი კარგად მოიხინეს მაგრამ ეს შახაბასი ნუ ხო გეუბნებით რა არის საოცარი ის ქართველები არ შეუჩდნენ ლუარსაბს და არ შეაცვლებინო ნაზრიო რა ეხა ამისი შიში აქვს რომ ეს კი კარგად არიან ეხა ამას ერთად და წავით თბილისში წავიდეთო ცოტა იქითაც გავისეინოთ და მე გავაგზავნებ ჩემს და შენ თბილისში დავტოვებ მოკლედ ეს დრამას ეუბნება და წავიდე თბილისში გასწრო რომ ჩავიდნენ თბილისში. უკვე თუ არ გაიტყოს რა. გატყუებული არ არის. და იქ უთხრა რომ მოდი გარდაბანში წავიდეთ, კაი სანადირო ადგილებიო. აი ყარაიაზე, ყარაია ერქვა გარდაბანს ადრე ყარაია. გარდაბანში და ვინადირო და შევიცოთ ნადირო ცხინთა შენ დაგაბრუნე და მე წავალო. უკან გამოგაგზავნე და რა მივიდნენ ყარაიაში შემოვლეს ჯელგა დიდი და არამიცათა ნახდნენ. მაშინ არამისათვის არამე არ ვიცი ხა ვინ არის. ყარავი დადგეს და შუაში შემოვლეს თეთრი და თვით შახაბას და ლუარსებს დაკარდნენ და მოემზადნენ სასრულად. მოკლედ დაიბანაკეს ამ გარდაბნის ახლოს. მაშინ მოინადირეს ყარაია, ანუ გარდაბანი ინადირეს და მოკლა მეფემ ლუარსაბ კარზე და 19 ესე იგი რაზე ნადირობდნენ არ ვიცი მაგრამ 19 ცხოველი მოკლა ესე იგი რასაც ნადირობდნენ ამ ლუარსაბმა და ეგ არის აი სოციალს გითხარით ადრე ეს პიროვნული რაღაც ამისი შახაბასის რაღაც მოკლედ რა ნახა ესე შახაბას უпросად აღეგზნა გულს ამისა შური მისი და გაუმტერდა რა რაღაცა თუ პირისპირ დიცქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად ემტერებოდა და არჩევდა ამისთვის ბოროტსა და მოკლედ ესე იგი საშილად შეშურდა ყველაფერთან ერთად შახაბასო ეს მერე წერია რომ ნუ ძალიან მაღალი ლამაზი ღონიერი კარგი მოისარი მოკლედ საუკეთესო ადამიანური თვალსაზრისით აი რა ვიცი მოკლედ ესეთი უნაკლო ადამიანია ეს ლუარსაბი რა ადამიანურად და ისედაც მოკლედ შეშურდა და კიდევ უფრო მეტად ჩაიდო ეს ბოღმა ამან კიდევ უფრო გაამძაფრა რა ის მისი სურვილი რა ამისი მოკვლის ხო და მოკლედ თან პირში უცინის და ყოჩა ეუბნება და მოკლედ ესე გაბოროტებულია და დამანცა მეფის ამან გაიგზავნა საიდუმლო წიგნი და ასწავლა და თინათინმა მოწერა თავის წერილი რომ ამას ასე გამოჩვენებით სიკეთი და შვენიერებით ნუ ეჩვენებიო მე ვიცი ამისი ამბავი რომ შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო პირადად კი ვერას გეტყვისო მაგრამ ვერიდე და ფრთხილად იყავიო და ლუარსაბმა ესე უპასუხა აი იწყება უკვე იწყება ეს რასაც გეუბნებით ლუარსაბი ვინ არის სინამდვილეში აი უკვე იწყება და ნახეთ რას ეუბნება რას პასუხობს დას ამას აწრავქნა რა გინდ რომ ავად ვაჩვენო და ხელი შეუწყო ეს ხო იცი აღარ გამიშვებსო და რადგან კი აღარ გამიშვებსო ისე კარგად ვეჩვენებიო ისასჯობსა ანუ ეხლა მე რო თავი მოვისაწყლო და რაღაცა ხო და დაგიჯერო რასაც მეუბნები ეს მაინც აღარ გამიშვებს ხო ცხადია რა რომ ეს ჩემი გამშვები აქედან აღარ არის და ამიტომ როგორიც ვარ ისე ვეჩვენები და ბოლომდე მოკლედ ეს აღსარებლობაა უკვე ფაქტიურად რა ეხლა სანამ მიდგება საქმე ქრისტეს რჯულის ესე იგი დაცვაზე თუ არ ყოფაზე მანამდე ეს როგორც ადამიანი ბოლომდე არ მაღავს რა ვინ არის და რა არის შინია რა მოკლედ ამ შახაბასის და კონდა შური დიდი მისთვის იდუმალ ესე იგი ეს გროვდება ეს ბოღმა გულში ამ შახაბას და უთხრა რადგან ამისთანო მონადირე კაცი ხარო და უებრო ჩულდოსანიო ყარაბაღ დიახ კარგი სანადირო და შესაძლებელი ადგილი არის და წავიდე და ყარაბაღში მოკლედ იქაც ვინადიროთო რა და ვიხილო და წაიყვანა
რა თქმა უნდა, ეს წაყვა, იმიტომ რომ ტყვე არის ფაქტიურად. კი ესე კარგად ექცეოდა რაღაცამ რამო ხო იცის უკვე რა შესაძლოა. და ხანსა რაოდენსა მეკან ყალად უთხრა. გილან მაზანდარა, გილანი ცალკე ოლქია, მაზანდარა ცალკე ოლქია და აი ეს არის ხეწა გიკითხავთ ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთით გამოირჩევა თავის განსაკუთრებული ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავით, ხშირი ტყეებითა და უძველესი ისტორიით. ეუბნება რომ მისი გარემონი ქვეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევეცდეთო რაღაცა განსაკუთრებული ადგილია ეს გილან მაზანდარა. აკრძალია რა ფაქტიკურად. და იქ ვინადიროთ. წავიდეთ. და რა მიიყვანა აშრაფს. მაშინ დაჰპატიჟა ჯული. აი მაშინ დაუყენა პირდაპირ საკითხი ჯული უნდა შეიცვალო რა. მან არა უსმინა და არცა უარყო ჯულითვისი. მაშინ განრისხა შახაბას და იგონებდა ბოროტსა მეფისა ლორსაბისათვის და აღუთქმიდა მრავალსა ნიშსა და სიტყვათა ლიქნით და ზაკვით გონებდა ცნუნება და მიქცევა ჯულსა მისა ზედა რამე თუ დაარწმუნოს ვერაგობიცა თვისითა და ვერ მძლე ექნოს არამედ ამაო იქნა სიცბილი მისი და ვერ ეწიფა ნებასა გულსა თვისა და უმეტესად აღივსო შურითა ვითარცა იტყვის დავით უმზირინ ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მასზე და კმენი მისნი ხოლო უფალი ეცინინ მას რამე თუ წინასწარ ხედავს და შემდგომნე ამისნი მოკლედ უკვე ძალიან სერიოზულად დაუწყო ესე იგი მუქარაც მაგრამ რასთავარი ჯერ მაინც ესე იგი უნდა რომ მოთაფლოს ხშირად ხმარობ სიტყვას მაგრამ ეს აი შახაბასის დამახასიათებელია რა აი რას არ შეგვირდება მოკლედ რა და აი რო ესე იგი აი აღავსებს რა უყოთ ჯული ვარყოს და ნუ აი მოკლედ რა მაშინ ესმნეს სიტყვანი ესე მძლავს მიერ მეფესა ლუარსაბს ესე იგი შახაბაზისგან რად შეირაცხა რიცხვა არად შეირაცხა რიცხვა მძლავრის არამედ ეგო ვითარცა ანდამატი ეს არის ძვირფასი ქვა რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მინერალი ანუ არ ტყდება რა აი ანდამატივით სიმტკიცე გამოიჩინა და შეუძლო ვითარცა კლდე და უშიში ვითარცა ლომი საუფლსათვის საკუთარ ბუნაგში ლომი ნუ დაუმარცხებელია რა და არა იგონებდა აი ესე იგი ეს მეფის ლორსაბზე ეს არა იგონებდა წარმოვალსა ქვეყნერსა ზრუნვასა არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თვისა და ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ ჰაერზე ორბი ეგრეთ განახლებად ისრაფდა და შემოსაცულიერისა სამოსლისა და განგდება თმისა ამის მოკლავისა და შემოსად უგდავისა მის რომ მოსიეს წმინდათა მხრეთა მიწვევით და მოკლედ ესეთი სრული ფერისცვალება კი არ მოხდა ეს იგი ლუარსაბში არამედ სრულიად სხვა სახით წარმოგვიდგა ლუარსაბი სხვა ლუარსაბს ხედავთ ახლა უკვე თანამბერი ეგნატაშვილის მონათხრობში და წარმომთქმელი სიტყვისა მოციქულისა ვითარმეთ გული მithქვამსო განსვლა და ყოფათ ქრისტესთანა აი უკვე სერიოზულად მოკლედ ეს ემზადება უკვე აი ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულისთვის და ვითარმეთ ხო განიცადა სიმხნესა და ღვაწლსა წმინდათა მოწამეთესა გვირგვინსა და მოსაგებელსამაცსა და უფროსად მობაძავ და საფრთხოდ მოშუნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მოციქულის მიერ თქმულსა ამას და აი იმიტომ არის ალბათ ეხა არჩილის და ლუარსაბის ხსენება ერთად რომ ამ არჩილის მაგალითი აქ ცოცხალი რამდენი ხალხი გავიდა ხო ნუ რამდენი 1000 წელია გასული რა ამის ხო და აი არჩილის მაგალითი აქ წინ არჩილის და ვახტანგ მეფის რომლის თავმოვალია და იტყოდა თქმულს ამას უკეთო მოგვდა ქრისტესათვის მოციქულის სიტყვებს იმეორებს ოცვა რა ეს უკეთო მოგვდა ქრისტესათვის ამს რამე თუ მისთანაცავს ცხონდეთ და უკეთო მან სახიერმან ანუ ერთმა სიკვდილითათვის და გვიხსნა ჯოჯოხეთისაგან გვესკნენისა ჩვენცა თანაგვაც ჩვენს ვალდებულება გვაქვს რაითამცა დავსთხოვნეთ სისხლი მისთვის ქრისტესთვის და არა ვრიდოთ თავთა ჩვენ თავისთვის ნეტარ თუმცა ღირსყოს სახიერმანი მე ჩემი სისხლი კი არ მენანება ქრისტესათვის რომ დავამთხია
ნება უნდა მომცეს და ღირსი გამხატოს ამისი, რაითამცა არა ერთ გზის და ორ გზის მივცე თავი ჩემი სიკვდილს, არამედ მრავალ გზის. ერთხელ და ორჯერ კი არ მოვკვდები ქრისტესთვის, მრავალჯერ მოვკვდები რა. რომელმა მიბრძანა ხმით ამით საუფლოითა. ნუ გეშინინ ეს ქრისტეს სიტყვებს იმეორებს. ნუ გეშინინ რომელთა მოგწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელაწიფების მოწყვიდა და კვალად რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცს და მეც აღვიარო. იგი წინაშე მამისა ჩემისას ეცათასა. და ვინაიდან იგი ესრეთ აღმითქვამს გვირგვინს ამას და უჭრომასა და მოსაგებელსა. ესე იგი და რადგან ის ასეთ გვირგვინს კვირდება და ისევ სახარებისეულ სიტყვებს იმეორებს, თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმოყო და გულსა კაცსას არა მოხდა. და ესეცა უწყივით არმეთ სიკვდილისა თანამდე ვარო და უნებელად თანა მას განსვლა სულისა განშორებად ხორცთაგან მეგულვების გარდაცვალებაი თიხვანთა ამა თბეთა და დახსნა დასხამთა ამა და ანაკუსთა ჩემთა ნამდვილ კეთილას ჩემდა რათა მოსწრაფეთ რბიოდი ასპარესა ამაზე და ძლევისასა და მოვაკვდინო ასონი ქვეყანისანი და შევიმოსო უკვდავი ვინაიდან უეჭველად ესე ყოფათას რაღაცენება არჩევდა და არავისწრაფ ის შესვლად ქორწილსა ძისამისსა შვენიერისა და უკვდავისა და მზარს ჩემდა მოცემად ყოველი ხმლითა თვისითა გვირგვინს ამას უგზნელებისასა აჰა ჟამი შეწყნარებული და დღე სათნოებისა თუ ერთ შვენიერს მაინც უნდა მოვხდე და თიხათ ვიქცე რა არ ჯობია კაცო და ესე არ მირჩევნია რომ ქრისტესათვის მივიღო ეს გვირგვინი და თუ ეს ესეა მაშინ რაღა არის ცხოვრება და რაღა დარჩა და მაშინ მეჩქარება პირიქით მეჩქარება რომ მალე მოხდეს და უწყოდა წინასწარვე ამ ვარსამ არა შეწყალებოდა უმობელობა მძლავრის სამშახაბასისა მაშინ ნევედრებოდა გულთა მყურვალითა და ცერემლითა ნაკადულითა ზედასახეთა მიწევითა გარდაიხდი და დღეთა მარხვდა და უკვე მარხვა დაიწყო ემზადება სიკვდილისათვის რა და ყველა დაიძულა შახაბას დატოვება ჟულისა და არა ისმინა მაშინღა განაჩინა ტყვეობა ეს ციხესამას რომელსაც რქვიან გულაბყალა ეს არის ვარდის წყლის ციხე შირასში და მუნ განეგულა აღსასრული მისი გადაწყვიტა რომ ამ ციხეში უნდა ამწვდიოს და იქ უნდა დადგეს ლუარსაბის აღსასრული მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა რომელიც აყვეს თანა და წარმოუთხრა ყოველივე ანდერძითვისი და უგზანა ესეთ და ეს ქართველები თავის ამალაში ვინც არიან ესენი დაიბარა და ესე იგი ანდერძად დაუბარა და ეხლა წაგიკითხავთ ამ ანდერძს ისი ანდერძი ესე რა დაუტევებ საწუთოს ამას სოფელსა და განგეშორები თქვენგან და წარვალ მეუფისა ჩემისა ღვთისა წინაშე რომლისათვის წამსუროდა გარნა ნუ დამივიწყებს და ესე მებრ სიტყვაი გესხნეთ და აღზრდელნი და რომელიმე ხართ გამძელნი ჩემნი და ნუ გულობელს ყოფთ ტკბილად პატრონს ხმურებრ ანუ პატრონყმობა ამ პატრონყმობას მეგობრობასა ნუგულობელს ყოფთ და სიყვარულსა ჩემსა რამითო ნებავს თქვენ მიერ რათა წესისა საქართველოს აუტეო ძარი და ხმა დაფლისა ჩემისა და ეგრეთ წიროდეთ ჩემზე და რამითო ამერიდან არღარა მეგულების სმენა ხმისა თქვენის არამედ მეგულების სმენა ხმის ამის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა მოკლედ ქართულად დამიტირეთო ესე უთხრა და მე უკვე ამერიდან თქვენი ხმის მოსმენა კი აღარ მინდა ანგელოზებრივი მის მოკლედ ემზადება რომ ქართული წესით გამოემშვიდობონ მაშინ აღუტევეს ქართულთა ხმა რამათი გოდებისა და ტირილისა ვითარცა რაქილს წიროდა შულთათვისა და არა ნუგეშინის ცემის არა უნდა ნუგეშინის რაქილს
აი როგორც რახილმა დაიტირა ეს ჩვილი ბეთლემელი ჩვილები, აი ესე დაიტირეს და ტიროდნენ ზარითა წესაზე საქართველოსისა. და თვით მწოლიარე მეფე იყო ლუარსაბ და მიუტირებდნენ ქართული ხმითა საზარალითა და ტირილითა უგეშნომისა და ეგრეთ მეფე ლუარსაბ მიუგებდა და მეტყველებდა სიტყვასა მწარესა განშორებისა მათაც ესე დაღასულეს ცხედრისა და იყო ხმა ტირილისა და გლოვისა და ემშვიდობენ მოკლედ ტირილით მეფეს. მაშინ მოუწოდა ეპისკოპოსა რომელი ყვესთანა მოდლითა და დიაკონთა და უბძანა მოგება წმინდათა ქრისტეს საიდუმლოთა ხორცო და სისხლსა ცხოველს ყოფილისა მაშინ აღიპყრა ხელმითის იმის ეცათ ამ ლუარსაბმა ხელი აღიპყრო და შემჭოლნა თვალნი გონებისა მისისანი გონების თვალი მსგავსად მწყურნებითა ნექტარობდა და ცნებლობდა თვალთაგან ნაკატულსა ცრემთასა და ნილოსისაებრ წყვიდა ორნათა ჯეჯილთა სულისათვისა და როგორც ნილოსი მოედინება ესე მოედინებოდა მის თვალებიდან ცრემლი და მეტყველებდა ფსალმუს ამას ამ ფსალმს მეტყველებდა შენთვის მოუწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო ვითარცა ცხოვარი კლადი და ღირს ყავს ზიარებად წმინდათა შენთა საიდუმლოთა მაშინ გაიზიარა შიში დაკრძალულებით აი ესეთ სიტყვებით ეზიარა და უდეს ეზიარა მაშინ მადლობდა ღმერთსა შენ უწყიუფალო ღმერთო ჩემო იესო ქრისტე ვითარცა არა ანგარებითა და არცა სიმდიდრის მოყარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ეხა აი ბოლო ლოცვა არის მისი და ქრისტეს რა სიტყვებით მიმართავს ნახე რომ შენ იცი რომ მე ანგარებით არ დამიტოვებია და არც ის სისულელე რომ ეხა შაჰავასე ამავსებს საჩუქრები და იცოდა თავიდანვე აი აქ ჩანს უკვე და საყობდა ვერცვინ შემძლებელი იყო შეპყრობა ჩემ და ვერავინ ვერ შემეპყრობდა ისე ვიყავ მე რომ ჩემი ნებით არ წამოსულიყო და ვერცა გამოყვანება სიმაგრეთაგან მათგან რომელსა მე ვიყოფოდი არამედ მანქანებითა და ხელოვნებითა მძლავრი სამის ბოროტისა და ზაკვითა ეშმაკისა და მოყვარეთა და მსახურთა მისთა ბოროტა კაცთა წარმოვე და მოვედ მძლავრი სამის ვიცი აი ამ მანქანებით ეშმაკის იმითი მოკლედ აი τι რა ქვია მივიღე ეს მოწვევა, წამოვედი და უფროსად მწუხარე ვიყავ და მელმოდა გულსა და უფრო მეტად კიდევ მწუხარებაში ვიყავი, იმიტომ რომ ვიცოდი რაც მოყვებოდა, მე რო არ წამოსულიყავი, რა მოყვებოდა ამას. იევარყოფა საქართველოსი. შეერევა წმინდათა ხართა და ჯვართა და დარღვევა წმინდათა ეკლესიათა და უკეთ თუმცა ხოლო მე განვერე ხელთაგან მათთა მაშინ გარყვნილ იყო ხელთაგან მათთა და მოოხრებული ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ მე რომ არ წამოსულიყავი და მე რომ გადარჩენილიყავი შაჰ პირადად აი როგორც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი აოხრა ისე აოხროდა მთლიანად ეს ქვეყანას და ეგრეთვე სუროდა საქართველოსთვისაც ძლავს ამას და წადოდა სრულიად იავარყოფა. აი ეს იყო შაჰ-აბასის განზრახვა და ეს სულ თავიდანვე იცოდა რა ლუარსაბა. სულ ვინ იყო შაჰ-აბასი იცოდა. მაქსიმალურად ცდილობდა რომ არ გაემძვინვარებინა ეს ხეცი, მაგრამ დადგა ბოლოს ეს დრო. არამედ აღზრუნვან ბრძანებისა შენისანო ღმერთს მიმართავს, მენე ყავ წინა არჩევით საქმე ესე რომ ბრძანე წმინდა საშინასახარებასა ვითარმედ აი შერუსახარებაში ამბობ ქრისტეს ეუბნება აი ეს მე წინა აღრჩევით ანუ თავიდანვე ესე გადავწყვიტე რომ წყევსმა კეთილმა დაზდვის სული ცხოვართათვისთათვის და არა ვიქმენ სასყიდლი დადგინებული მწყემსი არ დაძდებს თავის სულს ანუ სიცოცხლეს აი მე თავიდანვე ესე მქონდა გადაწყვეტილი რაითამცა ესე კი არ მოვიქეცი რომ როგორც აწყიდან რომ დაუტოვა ცხოვრე ჩემი და ვიუტოდი მხესთა განსაყრელად და შესაჭმელად იყო სიწმინდე და ალაგნი ქართლისანი არა აი ამისთვის მე ასე არ მოვიქეცი არამედ მინდობილმა ბრძანებისა შენისამან დავსდე თავი ჩემი ქვეყანისათვის და განერა ჩემი თემი მოხრებისაგან და აი გადავარჩინე ქვეყანა ამით ანუ ეს გავა შაჰ-აბას წავიდა და ესე და არა მეწყალოს მეფობდა და შარაბანდედობაი ჩემი არცა შვენიერებაი ჰაეროვნებაი და ახოვანებაი სიჭაბუკისა ჩემის არცა უბრობა და ყვავილი სიბრძილისა ჩემისა არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობასა და ქველყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა და არცა ბრძოლასა შინამხნეობაი არაფერი ეს არ მენანება არცა სიმაგრე მკლავისაი და არცა რაი თეატროსა შინა მორბედობა ცხენით ანუ
ასპარეზზე რო გამოდის და იმარჯვებდა ყოველ არაფერი არ მენანება და მარჯვედს რო ამხეცდა იმას რაც შეშურდა რა ეს რო ნადირობაში რო ესეთი დაუშრომლობა იყავდა და ყოველთა მოსალთა ჩემთა უზეშთა ეს ყოფა არცა დიდება და პატივი და სანუაგენი მრავალფერნი ტაბლანი აი მრავალფერი საჭმელი რაღაც აი არაფერი გამოჩვენებით ხინი და მხიარულთა პირთა მეტყოლებანი ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი მეფის საწოლი და ტახტ გვირგვინოსნებანი ესე ყოველივე დამიტოვებიან სიყვარულისა შენისათვის რაც გევედრები მეუფეო სული და გული და გონებაი ჩემი შენ და მომართ აღამაღლო და საშვებელნი და გემონი სოფლისანი არარა ჩემი რაცხიეს ქვესკნელად შთანხმდელნი და ამაონი რამე თუ შენ და შვენის დიდება პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა და მარადის და უკუნჩიკუნისამდე და ვითარცა დაასრულა სიტყვანი ესე მაშინ მიავლინა ტარვალნი თვისნი მძლავრმან ჩახაბაზე წარგზავნის იგი ტყვეთ ციხესამას გულაბყალისასა იქ ხონდოდა და იქ გააგზავნა შირაში მოკლედ ამ გულაბყალის ციხეში და მუნ ტყვედ იყოს იქ დაამწყდეს და შემდგომად ცირედისა ჟამისა ყველა წარავლინა კაცნი და მიუნცნო ხანსამას მოყოფსა რომელსაც ყვა პრობილეთ მეფე ლუარსა რაითამცა მოაშთოს და აღჩოს ხანს გაუგზავნა და ვითარცა ესმესე ხანსა მას სიკვდილი მეფისა ლუარსობისა დიდად წუხარა იქნა ეს ხანი ვისაც აბარია ეს ციხე ძალიან შეწუხდა რამე თუ ეწყალებოდა სიჭაბუკე და ახوانება მისი ნუ აი ესეთი ლამაზი კაცი ისე ვის გარეგნული რაღაც ხო როგორ უნდა მოკლას და მაშინღა შევიდეს მტარვალნი და აუწყეს სიტყვანი მძლავრსა შახაბაზე მეფისა ლუარსობს და უთხრეს რომ აი მოვიდნენ შენ მოსაკლავად და რა ესმა ესე იტყოდა ფსალმუსამას იყავ სახელი უფლისა კურთხეულ ამერით გადაუგონისამდე ვარსამი ამას და ევედრებოდა მრავალ მოწყალესა ღმერთსა შემდგომად ამისა რქვა წმინდამან ვარსამ ტარვალთა მათ აღასრულეთ ბრძანებული თქვენი და მოიღეს საბელი მშვილდისაი მოაბეს ყელსა და მიტმოახშეს აი შვილდის დასაჭიმი ლარი ალბათ ესე ქვია ხო ეს შემოახვის და მითი დაახჭოს და ესე ცულიყო წამება ითვისი და შეირაცხა წმინდათა მოწამე და კრებულთა თანადაც იხარებს სიხარულს ამას მოუკლებელსა და გამოუთქმასა დააც სხენან წმინდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამისა ლუარსაბისანი მუნ ციხესა გულაბყალისის და იქიდან აღარ ვერ წამოასვენეს როგორც ჩანს მოკლედ ეს საკითხი გამოსაძიებელი გვაქვს რა ქართველებს შირაზში აი ეს ვარდის წყლის ციხე და ნუ კეთევანიც იყავდათ და შირაზში და რა ვიცი მოკლედ შირაზი აი ეს არის საბინინი არა გვაქვს ამათი არაფერი რა ეს არის საბინინი არჩილი და ლუარსაბეს ყავს დახატული და ეს არის ცხოველში არის ესეთი ფრესკა ლუარსაბების და ესე იგი ამას ეს იყო როგორც მოგახსენეთ 1622 წელია ამას მე მოყვება 1624 წელს ქეთევანის წამება და მე აი მარაბდა ნუ ჯერ მარტყოფის ომი გაიმარჯვებენ ქართველები და მე მარაბდა იქნება როგორ დაჟის შაჰაბასი ქართველებს მაგრამ არ დამთავრდება ამით მე წლები გაევლის და მე კახეთის აჯანყება იქნება უკვე შაჰაბას მეორე და მოკლედ რა ვიცი მოკლედ აი ესეთები ვართ ესეთები ვიყავით და დღესაც ესე ვარ და უნდა გავხნევდეთ ეს ამბები გვამხნევებს რა გვამხნევებს ნუ ამითი დღეს დაგემშვიდობებით ჩვენ დღეს ვისაუბრეთ დღეს არის ხსენება დღეს შაბათს 21 ივნისს არის ხსენება არჩილისა და ლუარსაბის ქართველი მოწამე მეფეების და შეგვეციოს იმათი მადლი ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი